მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დღეს ჩვენ ბოლო საჯარო დებატებს ვართავთ ამ წელს და ეს მოგესალმებათ ყოველთვის განმავლობაში ყველაზე აქტუალურ თემებზე ვცდილობთ საზოგადოების ყურადღება მივაკვროთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე, საკითხებზე, რომელიც აწუხებს როგორც სახალხო დამცველს, ასევე საზოგადოებას და დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ თემაზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ვისაუბრებთ პოლიციის სისტემაში. დებატები ხორციელდება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, რომელიც სახალხო დამცველის მხარდაჭერას ითვალისწინებს. მე მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი დებატების სტუმრები. პირველ რიგში მოხსენებებს გააკეთებენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ნიკა კვარაცხელია, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკატერინე ხუციშვილი, სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ყავს მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ბატონი ვალნა მხატვრიძე, რომელმაც ასე ვთქვათ, გაბედა და მნიშვნელოვან დებატებში მიიღო მონაწილეობა სიამოვნებით. ასევე ყავს ჩვენ წარმომადგენელი პროკურატურიდან, რომელიც ასევე და რა თქმა უნდა იქნება გარკვეული კითხვები, რომელზეც იქნება რა თქმა უნდა დისკუსია და იმედი გვაქვს რომ ასე ვთქვათ მივიღეთ პასუხებს კონკრეტულ კითხვებზე და იმისათვის რომ უფრო მეტად გქონოდა ასე ვთქვათ საზოგადოების პოზიციაც გახმოვანებული და მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა საზოგადოების ხედვაც იყოს მოსმენილი არა მხოლოდ ჩვენი უწყების და ხელისუფლების წარმომადგენლების. ამიტომაც ბატონი ზვიად ქორიძეც მოვიწვიეთ, რომელიც სწორედ ამ კუთხით ვისაუბრებს. ბატონი ზვიადი გახლავთ შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი ამავე დროს და მოდერატორად დღეს ყავს ნინო გობრონიძე, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენელი. ძალიან დიდი მადლობა, მე არ მინდა რომ ძალიან გავაგრძელო იმაზე, რომ ეს საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია, ის რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია დღეს ამ დარბაზში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საკითხი საკმაოდ საინტერესოა და ბოლო პერიოდში იყო სამწუხარო რამდენიმე ფაქტი, რამდენიმე ინციდენტი, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მთლიანად ის, რომ პრობლემა კვლავ არსებობს გარკვეულწილად და მხოლოდ პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ არ მოხდეს ასეთი ფაქტები, ალბათ არ არის საკმარისი და ალბათ ინსტიტუციურ ცვლილებებზეც უნდა ვიფიქროთ, მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც სახალხო დამცველი უკვე წლებია ლობირებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, ალბათ ეს ფაქტები კიდევ უფრო გვარწმუნებს იმაში და უფრო მეტ არგუმენტს გვაძლევს, რომ მოხდეს რეალურად მსგავსი მექანიზმის შექმნაზე უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხება, იმისთვის, რომ მომავალში ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები. რამდენიმე დღის წინ ასევე გვახსოვს ქობულეთში მოხდა კიდევ ერთი სამწუხარო ინციდენტი, რომელსაც ხართ ინფორმირებული. მანამდე იყო კიდევ ადვოკატთან დაკავშირებით სამწუხარო შემთხვევა და ამიტომ დღეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო დისკუსია უნდა გამოგვივიდეს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მე მინდა ქალბატონ ნინო გობრონიძეს გადავცე სიტყვა. მადლობა, მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ ესეთ მნიშვნელოვან თემაზე გვაქვს დღეს დებატი და მე მხდაწილად პატივი რომ მოდერაცია გავუკეთო ჩვენს დღევანდელ შეხვედრას. ორმაგად მნიშვნელოვანი ალბათ ისიც, რომ ესეთი წარმომადგენლობითია ჩვენი პანელი და შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ პოზიციები არა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიდან, არამედ სტრუქტურებიდან, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ან პასუხისმგებელი არიან გამოძიების წარმოებაზე და ასევე როგორც ბატონმა უჩამ აღნიშნა, საზოგადოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მახსოვს, როდესაც გავრცელდა ეგრეთ წოდებული ციხის კადრები, მაშინ როდესაც ხდებოდა მიზეზების ძიება, როგორ მივედით იქამდე, სადამდეც მივედით და როგორ ვერ დავაფიქრეთ მანამდე, იყო საუბარი, რომ საზოგადოება გარკვეულწილად პასიური იყო და იყო პრობლემის ძიება იმაში, ინფორმირების პრობლემა იყო თუ საზოგადოება მიცოდა, მაგრამ არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეხლა ძალიან აქტუალურია ეს ნაწილი და კარგი იქნება გავიგოთ ბატონის ზვიადისგან საზოგადოება არის თუ არა ინფორმირებული და როგორი აღქმა აქვს დღევანდელი სიტუაციის. ზოგადად წამების აღზრდის მნიშვნელობაზე მე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ალბათ აქ დამსწრე საზოგადოებას არ ჭირდება ამის შეხსენება. უბრალოდ ვიტყვი, რომ სახელმწიფოს ძალიან კარგად აქვს დეკლარირებული ეს ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტში, მათ შორის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში და ასევე ძალიან მისათამებელია ისიც, რომ გვაქვს სპეციალური სამოქმედო გეგმა წამებასთან ბრძოლის, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ როგორც იცით, რომ მაისში დაამტკიცა. ამ მხრივ ალბათ პრობლემები არ არსებობს, თუმცა როგორც ბატონმა უჩამ აღნიშნა, არის გარკვეული ცალკეული შემთხვევები, რომელზეც ალბათ დღეს ვისაუბრებთ.
არის გარკვეული ტენდენციები, რომლებზეც ღირს ყურადღების მიქცევა. მე მეც აღარ გავაგრძელებ, ჩვენს მოხსენებლებს ვთხოვ, რომ 10 წუთით შემოიფარგლონ, მოხსენების შემდეგ კი გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისარგებლოთ ამ უნიკალური შანსით და მკითხვები დავუსვათ ჩვენს სპიკერებს. ქალბატონ ეკა ხუციშვილს, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვთხოვ თავისი სახალხო დამცველის პოზიცია წარმოგვიდგინოს, ალბათ საინტერესო იქნება ყველასთვის გითხრათ, აი რა ტენდენციები ვლინდება, თქვენთან შემოდის საჩივები, ამ საჩივების გაანალიზების შედეგად ალბათ შეიძლება ვისაუბროთ გარკვეულ ტენდენციებზე. საინტერესო იქნება წლების მიხედვით, რომ ვთქვათ, რა შეიცვალა, რა გაუმჯობესდა, ამ პირიქით ხომ არა გვაქვს პრობლემები და ალბათ ასევე საინტერესო იქნება, რამდენად ღია არიან სავარაუდო მსხვერპლები, რომ ისაუბრონ საჩივრებზე, იმიტომ რომ გემახსოვრებათ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ადრე იყო ის, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ თანახმად ღია და საჯაროდ დაეფიქსირებინათ საჩივრები. დარწმუნებულად ამ საკითხების გარდა სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებსაც დავფარავ. ძალიან დიდი მადლობა ნინო, მოგესალმებით ყველას. მე გახლავართ ეკა ხუციშვილი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტს წარმოვადგენ და ძალიან მოკლედ მოგახსენებთ სახალხო დამცველის აპარატში არსებული პრაქტიკის შესახებ, რომელიც ეხება არასათანადო მოპყრობის განხორციელებას პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ. ჩვენ როგორც ყველა მიცის, სახალხო დამცველის აპარატი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ადამიანის უფლებათა მონიტორინგს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში არ შეცვლა სურათი იმ მხრივ, რომ ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობა, რომელიც არაერთ შემთხვევაში ვლინდება ფიზიკური ძალადობით მოქალაქეების მიმართ, რომელსაც თან ახლავს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები და ეს რა თქმა უნდა წარმოადგენს არასათანადო მოპყრობას და არასათანადო მოპყრობა თავის მხრივ ცალკე აღებული რა თქმა უნდა არის დანაშაული. სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება, როგორც მთავარი პრიორიტეტი ეს საკითხი წამოწიოს წინ და მას ებრძოლოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ხვდებით პრობლემებს და ხარვეზებს სახელმწიფოს მხრიდან ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებული რეაგირების მიხედვით და გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ძალიან არაერთი ფაქტი ხდება სათანადო რეაგირების გარეშე. კიდევ უფრო დეტალიზება რომ მოვახდინოთ, არსებული სურათის გვაქვს ესეთი ვითარება, რომ მოქალაქეების მიმართ, როდესაც ხდება პოლიციელების მიერ ფიზიკური ძალადობის გამოყენება, რომელიც განხორციელდა საჭიროების გარეშე, ყოველგვარი აუცილებლობიდან გამომდინარე არსებული წინაპირობების გარეშე, უსაფუძვლოდ, ასეთ შემთხვევაში არაერთხელ მიმართავს სახალხო დამცველი წინადადებით საგამოძიებო ორგანოებს და კონკრეტულად პროკურატურას, რომ დაწყებული იქნას გამოძიება არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. გამოძიება იწყება ნამდვილად, მაგრამ შემდგომში, როდესაც ჩვენ ბუნებრივია მივყვებით საქმეს და პერიოდულად ვითხოვთ ინფორმაციას ამ ეტაპზე, ვთქვათ, რა შემაჯამებელი პოზიცია აქვს სახელმწიფოს ამ ინდივიდუალურ ფაქტზე. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ გამოძიება იწყება, მაგრამ როგორც პროკურატურა გვაცნობებს, პერიოდულად გამოძიება არის მიმდინარეობის პროცესში და ის არ განიცდის პროგრესს, ანუ არ არის დამნაშავე გამოვლენილი, დევნა არ არის კონკრეტული პირის მიმართ დაწყებული. მხოლოდ მაგალითად რომ ავიღოთ 2015 წლის მონაცემები, 8 შემთხვევაში მიმართა წინადადებით სახალხო დამცველმა პროკურატურას, რომ დაწყებულიყო გამოძიება პოლიციელების მიერ სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სადაც არსებობდა არაერთი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ალბათობის მაღალი ხარისხით დაარწმუნებდა, რომ პოლიციელმა არასათანადო მოპყრობა განახორციელა მოქალაქის მიმართ, თუ არ ჩავთვლით გუშინ გაგზავნილ წინადადებას, წარდგენილ წინადადებას პროკურატურის მიმართ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დევნა არ დაწყებულა პირის მიმართ და მხოლოდ ფორმალურად უკვე ეს არის დასკვნის, ესეთი დასკვნა გვაქვს, რომ ეს არის ფორმალური გამოძიება, იმიტომ რომ გამოძიება დაწყებული არის, მაგრამ 6 თვის განმავლობაში, 1 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, დევნა არ არის პირის მიმართ დაწყებული. მთლიანი ეს სურათი გვაძლევს დასკვნის შესაძლებლობას, რომ გამოვავნოთ კონკრეტული პრობლემები. პირველი პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ გამოძიება არ არის დროული. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ არასათანადო მოპყრობა თავისი ბუნებით არ წარმოადგენს ისეთ მასშტაბურ
ფაქტს, რომლის გამოძიებასაც სჭირდება თქვათ 6 თვე ან 1 წელი, სადაც ფართო მასშტაბიანი საგამოძიებო მოქმედებები არის ჩასატარებელი. ანუ დროული გამოძიება არის ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახეზე გვაქვს არასათანადო მოპყრობა, რომელიც არის სხვა დანაშაული თავისი ბუნებით, ვიდრე უფლებამოსილების გადამეტება, მაინც ყოველ ასეთ შემთხვევაში გამოძიება იწყება 333 მუხლით, რომელიც წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას. კიდევ ერთი, ანუ ეს არის კვალიფიკაციის პრობლემა. კიდევ გვაქვს ანუ ესეთი ტენდენციური პრობლემა, როგორიც არის პირველად საგამოძიებო ეგრეთ წოდებული მოკლევითი მოქმედებების განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან, რაც უკვე თავისთავად ავლენს საზოგადოებაში იმდობლობას, რომ ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციელი არის სავარაუდო ადრესატი დანაშაულის და იმავე უწყებაში ხდება ამ ფაქტების მოკვლევა და რეაგირების განხორციელება, ეს წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს, გამორიცხავს ყოველგვარ მიუკერძოებლობას და შედეგით სახელი არის ხო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ხდება სათანადო რეაგირება, ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. მხოლოდ და მხოლოდ ერთი განხმაურებული შემთხვევა, რაც ყველამ ვიცით, მაგალითად 2015 წელს იყო ბოლო პერიოდში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტი, რომელზეც დევნა დაიწყო საქართველოს პროკურატურამ კონკრეტული პირის მიმართ. სხვა არც ერთ შემთხვევებში ასეთი რამ არ მომხდარა და ჩვენ ასევე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ქონია არაერთი სხვა განხმაურებული შემთხვევაც, როდესაც პოლიციელების მხრიდან გამოხატული არასათანადო მოპყრობის ფაქტები იყო დაფიქსირებული, თქვათ იგივე ვიდეო ჩანაწერებით, სხვადასხვა ფაქტებით, მიუხედავად ამისა, დღემდე, როდესაც ჩვენ ვითხოვთ ინფორმაციას პროკურატურის მხრიდან, გამოძიება გრძელდება, დევნა არ არის დაწყებული. კიდევ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამით დავასრულებ, ვინაიდან თქვენი აზრი ძალიან საინტერესოა. არის ის, რომ ჩვენთან შემოსული ინფორმაცია არ არის სრული სურათი რეალურად რა ვითარება არის ქვეყანაში. იმიტომ რომ ფიქსირდება ასევე რა თქმა უნდა ისეთი ტენდენცია, როდესაც მოქალაქეები საჩივარს არ წარადგენენ და ანუ არსებობს მიდრეკილება იმისკენ, რომ მოქალაქემ თავი შეიკავოს საჩივის დაფიქსირებისაგან და შესაბამისად ანუ მოცემული სურათი, თქვათ, რაც ჩვენ გვაქვს, არ არის სრულად ამსახველი ინფორმაცია, რაც ამ წუთში არის ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ეკა, მნიშვნელოვან საკითხებს შეეხეთ, ძირითადად ეხებოდა ეს გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც არის კვალიფიკაცია, ფორმალურია თუ არა ეს გამოძიება და რეალურად ხორციელდება თუ არა, ასევე ის შიშის მომენტი, რომელმაც შეიძლება საჩივარი არ წარადგენინოს პირს და ასევე რამდენად უნდა ჩაატაროს პირველად საგამოძიებო მოქმედებები გენერალურმა ინსპექციამ და მხოლოდ შემდეგ ჩაერთოს პროკურატურა. ალბათ ეს ის თემებია, რომელზეც პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციას მოვისმენთ, თუმცა მანამდე ბატონიკა კვარაცხელიას პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მინდა ვთხოვო ისაუბროს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გაკეთდეს, რომ პრევენცია მოხდეს ყველა იმ პრობლემის, რომელზეც ეკამ უკვე ისაუბრა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და დაინტერესებისას ძალიან აქტუალური თემით. თავიდან მე მინდა სულს აღნიშნო, რომ ზოგადად სპეციალური პრევენციული ჯგუფი სახალხო დამცველთან არსებული ძალიან აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს პოლიციის სისტემაში. ეს მთელ ქვეყანას ეხება ქვეყნის მასშტაბით და ის ორიენტირებულია უფრო სისტემაზე, ანუ სისტემის მთლიანობაში სურათის ასე ვთქვათ ძირითადი ტენდენციების გამოვლენაზე. და გითხრათ, რომ საკმაოდ ვრცელი მასალა გვაქვს მოპოვებული ჩვენი მონიტორინგის შედეგად, რომლის დამუშავება ამჟამად მიმდინარეობს და უფრო სრულყოფილი, უფრო აბსოლუტ ციფრებში ასახული და უფრო დეტალური ანგარიში მოგვიანებით იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მიუხედავად ამისა, გარკვეული ტენდენციები უკვე იმ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად უკვე ჩანს და სახეზეა. მე ეკას დავეთანხმები, პრობლემურია ის საკითხი, რომ ზოგადად მოწმე დაზარალებულები ამ შემთხვევაში მსხვერპლი არასამართლობის ცილობს კი არა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი მოწყვლადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან ის დაკავების პირველ საათებში განსაკუთრებით მოწყვლადია, ის მან არ იცის თავის ბედი თუ რა ეწევა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში და ასე შემდეგ, ის მუდმივად ის ცილობს ყოველ შემთხვევაში მას გარკვეული თვითცენზურა აქვს, რომ არ დააფიქსიროს, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი, თქვა დაკავებისას ან დაკავების შემდგომ. ამ მხრივ ნამდვილად, ამიტომ აქედან გამომდინარე ეს ვითარება
შეიძლება ვთქვათ, რომ ის რომ საჩივარი ამდენი შემოდის, ეს არნიშნავს, რომ საჩივრების ასე ვთქვათ რაოდენობა პირდაპირ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც არის, ეს თავიდან რო აღინიშნოს. თუმცა მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თუ რა გარანტიები არსებობს და როგორ არის დაკავებული პირი, დაკავების პირველივე წუთებიდან დაცული, ამდენად არის გარანტიები და ხდება ხომ არ არის რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც შეიძლება დავაფიქსიროთ და გამოვლინდეს იგივე დოკუმენტაციის არსებული დოკუმენტაციიდან. პირველი რაც უნდა ვთქვათ, ეს არის რომ დაკავება როგორც ასეთი, დაკავების პირველი წუთებიდან აქვს გარანტიები, რა თქმა უნდა, დაკავებულ პირს, სამართლებრივი დაცვის ფუნდამენტური გარანტიები, ადვოკატის ხელმისაწვდომობის საკითხზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ, თუმცა არ ჩამოვთვლი ამ ინფორმირება უფლებების შესახებ და ასე შემდეგ. ამ კუთხით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არის პრაქტიკა, როდესაც დაკავებულ პირთა სამმართველოში მიყვანა, პოლიციის სამმართველოში და განყოფილებებში ხდება, როგორც უბრალოდ ჩვეულებრივი მოქალაქის მოწმესაც ვერ დავარქმევთ ამ შემთხვევაში უბრალოდ გარკვეული გასაუბრებისთვის, ხოლო შემდგომ უკვე საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ან დაკითხვის შემდეგ უკვე ხდება მათი დაკავება. თუმცა აღმოჩნდა, რომ წიგნებში ისინი როდესაც მიიღავთ და იყო ესეთი შემთხვევაც, დაკავებულთა აგრიცხვის წიგნი წარმოებს, შეიძლება მოგეხსენებათ იცოდეთ კიდევაც ამის შესახებ სამმართველოებში, მითითებულია, რომ ეს პირი გატარებულია როგორც დაკავებული, ხოლო შემდეგ უკვე დაკავების ოქმი და ფაქტობრივი დაკავების დრო არის მითითებული კონკრეტულად ოქმის შედგენის დრო, ანუ ერთმანეთს ემთხვევა, გამოდის რომ უფრო ადრე იქნა შეყვანილი როგორც დაკავებული, მაგრამ ფორმალურად ის დაკავებულად არ ითვლებოდა, შემდეგ უკვე ოქმი შედგა და აქედან ითვლება ის უკვე დაკავებულად. ანუ რეალურად პირის დაცვა ამ შემთხვევაში ვთქვათ ადგილიდან, საიდანაც მოხდა მისი აყვანა. მანქანაში მისი მოთავსება, გადმოყვანა სამმართველოში, სამმართველოში მისი ყოფნა. აი ეს პერიოდი არის, ასე ვთქვათ, შავი, ესე ვთქვათ, ხვრელი შეიძლება, ანუ რაღაც დავარქვათ, ესეთი რომელის კონტროლი ფაქტიურად შეუძლებელია. ხოლო უკვე სამმართველოში აქაც ძალიან პრობლემურია, ვინაიდან სამმართველოებში მხოლოდ გარე პერიმეტრზე და ისიც არა ყველა სამმართველოში მხოლოდ გარე პერიმეტრზე არის კამერა დამონტაჟებული. შიგნით კამერები არ არის და რა ვითარებაში იმყოფება დაკავებული ამ შემთხვევაში ეს საერთოდაც არ ჩანს და მონიტორინგმა გამოვინა არაერთი შემთხვევა, როდესაც პირი დოკუმენტაციას თუ გავყვებით და ის დოკუმენტაცია ამ შემთხვევაში გულისხმობს დაკავების ოქმს, გარემოული დათვალიერების ოქმს, ასევე იმ ჟურნალზე, რომელზეც მოგახსენეთ, იქაც აღინიშნება პირს მოყვანის დროს აღინიშნებოდა თუ არა დაზიანებები. თუ ამას გავყვებით, აღმოჩნდება, რომ არაერთ შემთხვევაში მას პირს არ აქვს დაკავების დროს დაზიანებები, სამმართველოში მიყვანის დროს არ აქვს დაზიანება და საუბარი არის, აქ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხდება გარემოული დათვალიერება და რამდენად სრულყოფილია ეს დათვალიერება, ეს ცალკე საკითხია, თუმცა არის შემთხვევები, სადაც ცალსახად ადამიანს აღენიშნება თვალბუდის არეში დაზიანება, ასევე შუბლის საკი ხილვადი, ანუ არ შეიძლება ამ დაზიანების არ შეიმჩნევა. არის ასეთი შემთხვევები და თავისთავად ეს პირი შემდგომ უკვე იზოლატორში გადაყვანის შემთხვევაში იზოლატორში უკვე ფიქსირდება, რომ მას აქვს ეს დაზიანებები. აქ რა თქმა უნდა ძალიან მაღალი პრეზუმპცია წარმოიშობა, მაღალი ალბათობა დაშვება იმისა, რომ პირი დაექვემდებარა არასანანო მოპყრობას. ამის კონტრარგუმენტი საჩურის არსებობის შემთხვევაში არ არსებობს არც კამერებია და შესაბამისი დაცვის გარანტიები. ადვოკატის ხელმისაწვდომობას რაც შეეხება, ჩვენ გვიჭირს ადვოკატის ხელმისაწვდომობის საკითხის ასე პირდაპირ შეწავლა, სრულყოფილად და ყველა შემთხვევაში თუ ხდება და არის უზრუნველყოფილი პირი მოთხოვნის შემთხვევაში ადვოკატის დახმარებით. თუმცა დროებით მოთავსების იზოლატორებში შემოწმებული ინფორმაციით ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში ადვოკატი, ასე ვთქვათ, ერთვება იზოლატორში პირის მოთავსების შემდგომ. ხოლო აი ამ პერიოდში, როდესაც ის იმყოფება სამმართველოში, აქ ჩვენ ცალსახა მონაცემს ვერ გეტყვით, როგორია ტენდენცია. ერთიდან კიდე შეიძლება უნდა ითქვას, რომ და ამაზე სპეციალური მოხსენებელი წამების საკითხს ბატონი ხუან მენდესის საუბრობს, მნიშვნელოვანია, რომ პირი, რომელიც დაკავებულია, დაკავების მომენტიდან ვიდრე ის მოთავსდება და ის ხაზს უსვამს დროებითი მოთავსების იზოლატორის ასე ვთქვათ, ფუნქციას და როლს, ანუ ვიდრე ის მოთავსდება, იგივე გარანტიები, რაც მას აქვს იზოლატორში, ანუ მიიჩნევს, რომ იზოლატორი უფრო დაცული ადგილია, უნდა კონდეს ასევე იგივენაირად სამმართველოში და სამმართველოში მაღალი რისკია ზოგადად წამების და არასთან მოპყრობის. ეს ცნობილი ფაქტია, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კონტექსტი, ეს ზოგადად მიღებულია და ამას დავა არ შეიძლება, რომ დაკავების პირველი ხანები და განსაკუთრებით პოლიციის შენობაში ყოფნა არის მაღალი რისკი ზოგადად წამების და არასთან მოპყრობის. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არაერთ შემთხვევაში იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად დაკავება და პირის ყოფნა პოლიციის სამმართველოში
იყო მაგალითად 15 საათის განმავლობაში ყავდათ პირი სამმართველოში, მათ შორის ადმინისტრაციულ საქმეზე, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, 12 საათიანი ვადა არსებობს, ანუ ვადის დაღვევის შემთხვევას დაფიქსირდა, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმეზეც ასევე დაფიქსირდა ასეთი შემთხვევები. ანუ პრაქტიკულად ამ კუთხით დაცვის გარანტიების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მოხდეს პირდაპირ დროებით მოთავსების იზოლატორში შესაძლება და ან იგივე კამერებით აღჭურვა, ან მხოლოდ და მხოლოდ იმ ვადით და გონივრული ვადით, რაღაც აუცილებელი ვადით, რაც საჭირო არის, ანუ რაღაც პროცედურების ასე ვთქვათ, გასავლელად იქ რაღაც საგამოძიებო მოქმედებების, თუმცა კიდევ ხოლმე აღნიშნავ, სასურველია, რომ საგამოძიებო მოქმედებებიც ამ შემთხვევაში ხორციელდებოდეს იზოლატორში და ასევე ხდებოდეს, ვთქვათ, დაკითხვის პროცესის ჩაწერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იქნებოდა. ეს რაც შეეხება უშუალოდ ამ პროცესს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს გარანტია. რაც შეეხება დოკუმენტირებას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია სამწუხაროდ დოკუმენტირების ხარვეზებიც არის, ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, მე მოგახსენეთ პოლიციის მიერ დოკუმენტირება უშუალოდ შედგენა დაკავების საქმეების და გაზიანების აღწერაზე მოგახსენეთ, ახლა მინდა გესაუბროთ დროებით მოთავსების იზოლატორის შემთხვევაში რა ხდება. ჩვენ გადავამოწმეთ ჩვენი მეთოდოლოგია ციფრიდანაც ამოვიწერეთ, ასე ვთქვათ, დაზიანებები და შემდეგ გადავამოწმეთ იზოლატორს თუ რამდენად ემთხვეოდა. პრინციპში შეგვიძლია გითხრათ, რომ იზოლატორის მეტნაკლებად სრულყოფილად ხდება აღწერა, უბრალოდ აქ საუბარი არის თვითონ აღწერის ხარისხზე, თუ რამდენად სწორად ხდება, იქ მნიშვნელობა აქვს არა მარტო დაზიანების, ასე ვთქვათ, უბრალოდ ზოგად აღწერა, ვთქვათ, ხშირად გამოიყენება ხოლმე სისხლნაჟღენდი თვალბუდის არეში, მაგრამ ვიცით, რომ სისხლნაჟღენდი ამ შემთხვევაში და ხანდაზმულობის მითითება ძალიან მნიშვნელოვანი რაშეფერილობის არის. ამ კუთხით არსებობს პრობლემები და ალბათ აქაც შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ დავუშვათ რაღაც სხვა ფოტო დოკუმენტირება მოხდეს ან სხვა რამ, რომ ზუსტად იყოს მტკიცებულება იმისა, რომ თუ რა ხანდაზმულობის შეიძლება იყოს და გარკვეულწილად ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობაც იყოს. ამ კუთხით არსებობს გამოწვევები, თუმცა ერთ-ერთ შემთხვევაში ეს აუცილებლად უნდა აღნიშნოთ და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა შემთხვევაში უნდა ხდებოდეს სწორად დოკუმენტირება დროებით მოთავსების იზოლატორების მიერ, იმიტომ რომ ერთ-ერთ შემთხვევაში, მაგალითად ქობულეთის შემთხვევაში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი დაზიანება თვალბუდის არეში და ეს ისეთ შემთხვევა იყო, როცა თითქოს და პოლიციის განყოფილებაში წინააღმდეგობა გაუწევს, უბრალოდ ხელი დაარტყა მორიგეს დაკავებულმა და შემდეგ ამის შემდეგ მისი ძალა გამოიყენეს, თუმცა არ არის აღწერილი კონკრეტულად რა ძალა იქნა გამოყენებული. ამ პირის დაზიანების შესახებ არც ერთ სხვა დოკუმენტში არ იყო მითითებული, მხოლოდ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დააფიქსირა, რომ მას თვალბუდის არეში ჰქონდა დაზიანება და სხვა დაზიანებები. ანუ იზოლატორმაც არ დააფიქსირა ამ შემთხვევაში ეს დაზიანება და რაც მნიშვნელოვანია, ასევე არც შეტყობინება გაუგზავნია პროკურორთან. ანუ მნიშვნელოვანია ყველა ნებისმიერ შემთხვევაში ხდებოდეს დოკუმენტირება და გაგზავნა შესაბამისი შეტყობინების. რაც შეეხება უშუალოდ დაკავების პროცესს და უფრო მეტად პრობლემური არის დაკავების ძალის გამოყენების შემთხვევები და ძალის გადამეტების შემთხვევები. დოკუმენტაციას შესწავლა გვაჩვენებს, რომ და ეს დამუშავდება სტატისტიკურად, რა თქმა უნდა, ურთიერთმემართებებიც იქნება და დავინახავთ ტენდენციას, თუმცა ეს შეხედულადაც ჩანს, რომ არ ხდება აღწერა თუ რა გარემოებში მოხდა ძალის გამოყენება. კი ბატონო, ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციას აქვს ეს ექსკლუზიური უფლება გამოიყენოს ლეგიტიმურად ძალა, მაგრამ როდესაც იყენებს თუ რამ განაპირობა ძალის გამოყენება, ანუ რეალურად იყო თუ არა საჭიროება, ეს არ ჩანს ხოლმე როგორც წესი დაკავების საქმეებიდან, ასევე არ ჩანს თუ რა ზონა გამოიყენეს კონკრეტულად და შე შემთხვევაში და როგორც მოგახსენეთ, დაზიანებებიც არ არის აღწერილი, მე შემდგომ კი აღმოჩნდება დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას, რომ მას აღენიშნება დაზიანებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ არ იქნებოდა ალბათ ურიგო, ალბათ ესეც და ის ჯელობის საგანი შეიძლება იყოს. გარკვეულწილად ამ საკითხზე შევეხეთ კიდევაც, როდესაც სამოქმედო გეგმა, წამებისნავ სამოქმედო გეგმაზე იყო საუბარი. რამდენად შეიძლება ვთქვათ, იგივე კამერების, სამხრეთ კამერების გამოყენება ამ შემთხვევაში, როგორც საპატრულო პოლიციის შემთხვევაში, კაფიო რეგულაციების პირობებში, კაფიო ტექნიკური უზრუნველყოფის პირობებში, რამდენად არის ეს მიღწეული და არსებობს ამაზე პრაქტიკა და კვლევებიც არსებობს, რომ ის აშკარად ამცირებს, 60%-ული მაჩვენებლებიც არის, 60%-ამდე ამცირებს ზოგადად გადამეტების ფაქტებს და ასევე ძალიან ანუ დრამატულად ხსვლა ციფრი არ მახსოვს, მაგრამ ამცირებს ასევე ზოგადად საჩივრების რაოდენობას. ანუ ეს საკითხი რომ შეიძლება თუ ასე ვთქვათ ჩვენებაც მისეს ადამიანებს თუ დასმენის შემთხვევებთან ჰქონდეს ადგილი, ეს ერთგვარი დაცვაც არის ამავდროულად პოლიციის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ
შემთხვევის დოკუმენტირება მოხდეს სრულყოფილად ნებისმიერ შემთხვევაში და ჩვენი მონიტორინგი აჩვენებს, რომ არაერთ შემთხვევაში მინდა გითხრათ, არის კითხვის ნიშნები და ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ, ვარაუდი იმისა, რომ შეიძლება პირი დაექვემდებარა ძალადობას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ძალიან, ასე ვთქვათ, დეტალური კომპლექსური ზომების მიღება. მე უბრალოდ ძალიან მოკლედ შევეცადე მესაუბრა პრობლემებზე, რაც არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა და თუ იქნებათ კონკრეტული კითხვები, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულად საქმეებზეც გესაუბროთ, კონკრეტულ საქმეებზე, რაც გამოვლინდა, რაც ამ მონიტორინგის შედეგად იქნა დოკუმენტირებული და იქ არაერთ ისეთ ძალიან მნიშვნელოვან ტენდენციას დავინახავთ, რაც საყურადღებოა და რაც დროულ რეაგირებას საჭიროებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს იქნება ყველაფერი მიმოხილული ჩვენს ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომ იქნება საზოგადოებისთვის. დეტალურ ინფორმაციას მიიღეთ. დიდი მადლობა. მადლობა ნიკა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს გარანტიები, რომელიც მოახდენს მსგავსი ფაქტების პრევენციასა თუ გამოვლენას და შემდეგ დროულ რეაგირებას. მე აღარ ჩამოვთვლი იმ გარანტიებზე, რომელზეც შენ ისაუბრე, იყო ასევე შემოთავაზებული რამდენიმე გამოსავალი და დარწმუნებული რა ამ და სხვა გამოსავალზე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემები აღმოფხვრათ და დავალოდებით, რა თქმა უნდა, თქვენს ანგარიშს დიდი ინტერესით. გადავდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან, ძალიან ბევრი კითხვა დაისვა თქვენი და პროკურატურის მისამართით, რომელიც ეხებოდა იგივე გამოძიებას, გარანტიების არსებობას, იგივე ეს კამერები, დაზიანებებთან დაკავშირებით უბრალოდ დავამატებ მე ჩემი მხრივ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზიანების ფორმის შემუშავება იზოლატორში და იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება ამ ფორმის დამტკიცება, რაც გარკვეულწილად ამ პრობლემებს, რა თქმა უნდა, აღმოფხვრის. გარდა იმ პრობლემური საკითხებისა, რომელიც დაისვა ნიკას და ეკას მხრიდან, მე ჩემი მხრივ ვისარგებლებ ამ შემთხვევით და დავამატებ. თქვენი აზრი, თქვენი ხედვა როგორია რეაგირების სისტემა, რომელიც არსებობს დღეს სახელმწიფოში, პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო ფაქტებზე, როგორია ეს სისტემა, თქვენ როგორ ხედავთ, რა გამოწვევები გაქვთ და თქვენი აზრით, აი საზოგადოების დამოკიდებულება და ნდობა როგორია შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ პოლიციელთან მისამართით. მადლობა. მოგესალმებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვარლამ ხათრიძე. მე შევეცდები თითქმის არც ერთ იმ დასმულ საკითხს არ გავექცე, რაც ბრძანეს გამოსვლელებმა. ფიქრობდი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ უნდა გამეკეთებინა კომენტარები, მაგრამ რადგანაც ეხლა გადმომეცით ამ ნაწილს, რომელიც თქვენ ბრძანეთ, შევეცდები გავცე პასუხი. პირველად, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ესე მივყვები, როგორც მიმდინარეობდა თქვენი მხრიდანაც საკითხების დასმა, ამ საკითხებსაც ესე გავყვები. აქ საუბარი იყო დისციპლინურ წარმოებაზე, ქალბატონი ეკას მხრიდან. ალბათ აქ შეიძლება გამოძიებას უფრო გულისხმობდით თქვენ, როდესაც ინტერესთა კონფლიქტზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ დისციპლინური წარმოების არსებობა ცალსახად ის, რომ ეს ძალიან კარგი მოვლენაა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლირებადი ვითარებისთვის, რომ უფრო კარგად აკონტროლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის 10,000-ობით თანამშრომელი, რომელიც მის რიგებშია. ინტერესთა კონფლიქტი ამ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება სწორ ფორმულირებად დისციპლინური წარმოების დროს, იმიტომ რომ იწყება რა დისციპლინური წარმოება, თუ თავშივე არ ჩანს, კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები წარმოება გრძელდება, ხოლო თუ ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და ეს ეხება ცემა-წამების ფაქტებს, აუცილებლად ის იგზავნება პროკურატურაში. ჩვენ უკვე გვაქვს 2014 წლის მარტის შემდეგ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს არ უწარმოებია მსგავსი თემები. ეს ვფიქრობ, რომ ასეც უნდა იყოს და ეს პოლიტიკა უკვე სამინისტროში ტარდება. რაც შეეხება დისციპლინურ წარმოებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იმ მომენტამდე, სანამ არ დადგება კონკრეტული ნიშნები დანაშაულის, აუცილებელია დისციპლინური წარმოება განხორციელდეს. მე შემიძლია მცირე სტატისტიკა წარმოგიდგენოთ ძალიან მოკლედ დამსწრე საზოგადოებისთვის 2012 წლიდან მოყოლებული რამდენი
საქმე განიხილა გენერალურ ინსპექციამ და რამდენი ადამიანი დასაჯა დისციპლინური წარმოების თვალსაზრისით. და ასევე გამოძიების კუთხითაც მოგახსენებთ უკვე 2015 წლისას. 12 წელში 857 ადამიანის დასჯა მოხდა. 2013 წელში აქ რა თქმა უნდა ნებისმიერი სასჯელის ზომაა გამოყენებული, რაც კი არსებობს დისციპლინური წარმოების კუთხით. 2013 წელში 1696, ხოლო 2014 წელში 2797 და 2015 წელს მოგახსენებთ 2455 ეს გახალთ ნოემბრის ბოლო. თქვენ ალბათ ხედავთ აქ რომ წარმოება დისციპლინური, სადაც დადგა უკვე შედეგი, ძალიან მზარდი ციფრებით გამოისახა. ეს არ ნიშნავს რომ ყოველ წელს პოლიციელთა მხრიდან მოიმატა გადაცდომების რაოდენობა. ეს გახლავთ ის ეფექტური მუშაობა, რომელსაც გასწევს გენერალური ინსპექცია და სწორედ შედეგია ის, რომ გამოვლენა მოხდა უფრო მეტი ამ შემთხვევაში. ეს განაპირობა არა მარტო გენერალური ინსპექციის ჩართულობამ, არამედ იმანაც, რომ ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, რომლითაც გვიკავშირდებიან მოქალაქეები. გარდა ცხელი ხაზისა, ასევე არაერთი წერილით მოგმართა სახალხო დამცველმა, რომლითაც ჩვენ შემდეგ ვაწარმოეთ მოკვლევა. ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბრძანა წინასწარ დაკავების იზოლატორებში, როდესაც დოკუმენტაციის არასწორი შევსებები ხდება. ამასთან დაკავშირებითაც ყველა რეკომენდაცია, რაც კი გამოიგზავნა სახალხო დამცველის მხრიდან, განსაკუთრებით ეს ეხება დასავლეთ საქართველოს, ყველაზე დავაყენეთ დასკვნა. და ამასთან დაკავშირებით მე არ მაქვს წლის ბოლო სტატისტიკა, გახლავთ სექტემბრის თვემდე, ეს გახლავთ ამისთვის დავსაჯეთ 52 თანამშრომელი. ასევე, რაც შეეხება მოქალაქეებთან კონფლიქტის თემას პოლიციელების მხრიდან, ეს რა თქმა უნდა არის ძალიან ცოტა სენსიტიური თემაც. ჩვენ ალბათ აქ ახსენეს და აბსოლუტურად სამართლიანათაც, როდესაც პოლიციელს შეუძლია ძალა გამოიყენოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გადამეტებული. ამისთვის ხდება მოკვლევა და თუ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რა თქმა უნდა, პროკურატურაში გადაგზავნა, მაგრამ მსგავსი ფაქტები, რითაც მოგმართა მოქალაქემ 2013 წელში 113-მა მოქალაქემ მოგმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 2014 წელში 100 შემთხვევა ჰქონდა უკვე, რომელზედაც ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება. აქ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე 100 შემთხვევიდან გვესაუბრებოდა მოქალაქე 24 შემთხვევას, რომელზედაც რა თქმა უნდა ყველა დისციპლინური სახელი, მათ შორის სამსახურიდან დათხოვნა იქნა გამოყენებული. აქ ვსაუბრობ არა დანაშაულის ნიშნები, როდესაც არ არის მითითებული, თორემ დანაშაულის ნიშნების მითითების დროს რა თქმა უნდა სამსახურიდან დათხოვნა, ამ შემთხვევაში დისციპლინური წარმოების უმაღლესი ზომა, ამ შემთხვევაში რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს დათხოვნის სახით. ამ შემთხვევაში არ ითვლება, რომ არ გულისხმობ, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოხდეს სრულად შესწავლა საქმის და მინდა გითხრათ, რომ კონკრეტული საკითხები ძალიან გონივრულ ვადაში ხდება განხილვა კონკრეტული თემების და кейსების. 2015 წელში უკვე ეს გახლავთ სექტემბრის მონაცემი მაქვს. 83 შემთხვევა იყო, 26 ფიზიკური შეურაცხყოფას აღნიშნავდა მოქალაქე ამ შემთხვევაში და აქ შენიშვნა 3 გამოეცხადა, საყვედური 12, სასტიკი საყვედური 18 და 3 შემთხვევაში მოვახდინეთ დათხოვნა თანამშრომლების. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის მომწიფების საკითხი, იმასთან დაკავშირებით, როდესაც შემოდის განცხადებები და შემდეგ ვიბარებთ ან შეტყობინებები ცხელი ხაზის საშუალებით და ჩვენ ვიბარებთ მოქალაქეებს. ხშირ შემთხვევაში მიწევს სატელეფონო ოქმები, ჩემს თანამშრომლებს უწევთ სატელეფონო ოქმების შევსება, იმის გამო, რომ უკავშირდებით მოქალაქეებს და ისინი აღარ არიან თანახმა გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ცალსახა მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქემ განაცხადა, მე მესმის სახალხო დამცველის აპარატი ამაზე, რომ ისე რეაგირებებს ახდენს და ამ საკითხს ზემოთ წევს და უფრო ცხელს ხდის, ეს აბსოლუტურად მათი პრეროგატივა და მივესალმები ნებისმიერ უფლებების დარღვევიდან გამომდინარე მის დაცვას თუ დარღვევასთან ნამდვილად გვაქვს საქმე და ჩვენ გვაქვს ხშირი მაგალითები, როდესაც უკვე თვითონ მოქალაქეები აღარ სარგებლობენ. ალბათ შეიძლება
თქვათ იმ სერვისით, რასაც გენერალურ ინსპექციაში წარმოება ქვია. ტექნიკური კუთხით რაც შეეხება მოწესრიგებას, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რომ ყველა სამმართველო და განყოფილება, აბსოლუტურად ყველა, რა თქმა უნდა, იყოს მოცული ვიდეო თვალით და უფრო მარტივი იქნება შემდეგ გენერალური ინსპექციისათვისაც წარმოება, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს კონკრეტულ მატერიალურ საკითხთან იყო დაკავშირებული, რაც ამ ეტაპისთვის ვერ შეძლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ ამაზე ჩვენ გვაქვს საუბარი და ეს თემაც ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, იმიტომ რომ ეს ჩვენთვისაც გენერალური ინსპექციისთვის იქნება ძალიან კარგი დამხმარე საშუალება, პირდაპირ მტკიცებულება და უტყუარი მტკიცებულება. ამაზე უტყუარი მტკიცებულება ალბათ ჩვენ ვერ გვექნება. მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულად ხელს აფარებს იმ პოლიციელებს, რომლებიც ჩადიან გადაცდომებს, ამაში ვერ დაგეთანხმებით და სრულად ვერ დაგეთანხმებით. ეს შეიძლება გახდეს საკამათო, რასაც ახლა ვსაუბრობ, მაგრამ მე ჩემს მოსაზრებას აბსოლუტურად გულსხმევად გიზიარებთ. ჩვენ გვქონდა ბოლო მაგალითი, როდესაც ადვოკატი დინარაძის დაშავების ფაქტი მოხდა. ფაქტობრივად დაზიანება მაგაზე დაიწყო გამოძიება და დაველოდოთ საბოლოო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დანარჩენზე შემდეგ შეგვიძლია მივჭიროთ, იმიტომ რომ რეპლიკები მესმის. მე იურისტი გახლავართ და ვცდილობ, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავო ისეთ ტერმინების გამოყენებაზე, რაც ამ ეტაპზე სასამართლოს განაჩენით არ არის დადასტურებული, თუმცა ერთი უნდა აღვნიშნოთ ძალსახად, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ იყო ამაზე რეაგირება და პროკურატურამ ამაზე, რა თქმა უნდა, სათანადო რეაგირება მოახდინა და დააკავეს პიროვნება და ამაზე მიმდინარეობს ეს საქმის გამოძიება. ამ წუთას მე თავშეკავებით რა ტერმინებს გამოვიყენებ, ამას კი არ აქვს დიდი მნიშვნელობა და ეს კი არ უნდა გახდეს რეპლიკების საშუალება. არამედ ის რა მიდგომა განხორციელდა, იმიტომ რომ შედეგებით შეიძლება ამ შემთხვევაში მივსჯელოთ. თუ დამატებით, მე ვფიქრობ, რომ რაც ამ ეტაპისთვის დაისვა საკითხი, შემდეგ ისე მზად ვარ, იმისთვის ვარ მოსული, რომ გავცე შეძლებს დაგვარებ ამას პასუხი. თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას პასუხი. არ შეიძლება. მოგვიანებით. მივყვეთ ჩვენს ფორმატს, რომ ძალიან არავიდიოთ, ხო? მოგვიანებით თუ შეიძლება გავხსნით დისკუსიას. მოგვიანებით გავხსნით დისკუსიას, ვიქნებით თქვენის ნაბართით მკაცრი ამ შემთხვევაში. თემა შეეხება ჩვენი დისკუსიაც. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვარვამ ამ საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. ეს სტატისტიკა ნამდვილად საინტერესო იყო. იგივე დისციპლინური სახელების სტატისტიკა, ისევე როგორც მოქალაქეების მიერ წარმოქმნილი საჩივრები, ალბათ ყველა ჩვენთაგანისთვის კარგი იქნება, თუ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ასევე ვებგვერდის მეშვეობით. ეხლა ცოტა მიჭირდა უბრალოდ მიყოლა ამ ინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინფორმაცია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენთაგანისთვის უფრო მარტივი იქნება, თუ ეს ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, მით უმეტეს, როდესაც სტატისტიკა კი. ასევე ერთი კითხვა მექნება ჩაგეკითხებთ უბრალოდ ის ფაქტი, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს სისტემაში, ხომ არ ფიქრობთ, რომ კვალიფიკაციასთან არის კავშირში, პოლიციელთა კვალიფიკაციასთან და ამ კუთხით რა კეთდება, ალბათ საინტერესო იქნება და ასევე თქვენ ახსენეთ, რომ 52 თანამშრომელი იქნა დასჯილი, ალბათ ამაზეც უფრო დეტალურად თუ გვეწყვით, თქვათ კონკრეტულად რა ფორმები იქნა დისციპლინურის გამოყენებული, ესეც საინტერესო იქნება. და შემდეგ ეკას მივცემ უბრალოდ დაზუსტების შესაძლებლობას, მე მგონი დისციპლინურს არ გულისხმობდა და ამიტომ 52 თანამშრომელი, რომელიც მე აღნიშნე სექტემბრის ჩათვლით, ეს გახდათ, როდესაც კონკრეტული დოკუმენტაცია შესახლების დროს არ იყო შევსებული. მე სამწუხაროდ ამ წუთას არ მაქვს ეს დეტალური სასჯელების სახები ამ ეტაპზე წამოღებული, რომ არ ვფიქრობდი, რომ ამ კუთხით დაისვენებოდა საკითხი, თუმცა ამაზე გვაქვს ჩვენ სტატისტიკა ნაწარმოები და უცებად შეგვიძლია რომ მოგაწოდოთ დაინტერესების შემთხვევაში. პოლიციელების გადამზადებას რაც შეეხება ეს
განსაკუთრებული ყურადღება აქვს ამ ეტაპზე დათმობილი პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას. Ამ ეტაპზე არის ახალი პროექტები და ეს პერიოდულად სულ მიმდინარეობს, ფაქტობრივად უწყვეტია რეჟიმი, როდესაც მიმდინარეობს პოლიციელთა გადამზადების საკითხები. ეს გახავთ გამომძიებლების, ეს გახავთ პატრულ ინსპექტორების, დეტექტივების, ასევე სამესაზღვრეების, 112-ის თანამშრომლების, ფაქტობრივად უწყვეტია რეჟიმი გადამზადებისა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის რომ სრულად მოვიცავთ ამას ალბათ ჭირდება კონკრეტული დრო, ფიზიკურად ჭირდება დრო იმისათვის, რომ მოხდეს სრულად გადამზადება 40,000-ზე მეტი თანამშრომლის. მადლობა, ბატონო, ეკასთხოვრო დააზუსტოს და შემდეგ გავარდებ. დიდი მადლობა, რომ მოიცი შესაძლებლობა დასუსტებისთვის. ბატონმა ვარლამმა რაც განაცხადა დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით გადაცდომების შემთხვევაში, რა თქმა უნდა არის სწორი და აქ არაფერი არ არის სადო, თუმცა მე დისციპლინური წარმოება, ანუ მოკვლევა ვახსენე აბსოლუტურად სხვა კონტექსტში. როდესაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ვალდებულია საგამოძიებო ორგანო დაიწყოს გამოძიება. ანუ გამოძიება იწყება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დროს, ანუ შეტყობინება, როდესაც შემოვა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა დანაშაული მოხდა და გადაცდომასთან დაკავშირებით იწყება დისციპლინური წარმოება. ჩვენ გვქონდა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია თავისი შინაარსით დანაშაულის ელემენტებს შეიცავდა. სწორედ ეს წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად პირდაპირ საფუძველს, რომ დაიწყოს პირველივე მომენტი, ანუ თავდაპირველი რეაქცია იყოს ის, რომ დაიწყოს გამოძიება და არა დისციპლინური წარმოება. და მაშინ, როდესაც თქვა გამოძიების კვალდაკვალ ასევე გამოვლინდება გადაცდომაც, შეიძლება რომ ერთი და იმავე დროს განხორციელდეს დისციპლინური წარმოებაც და ასევე განხორციელდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაც. ანუ ამ კონტექსტში ვიგულისხმე მე მოკვლევა და დისციპლინური წარმოება თქვენ რა კონტექსტში ახსენეთ, მაგ კონტექსტში არ მიხსენებია. დიდი მადლობა. დიახ, აბსოლუტურად ზეგან მე თავი შევიკავე, რომ პირდაპირ არ მეხსენებინა, რომ თქვენ დისციპლინური პირდაპირი გაგებით ახსენეთ, ამიტომაც იყო, რომ იქვე ჩავრთე, რომ შეიძლება ამას გულისხმობთ, თქო და ასე რომ აქ სადაო მე არ მაქვს თქვენთან ამ კუთხით. პროკურატურის წარმომადგენლები ქალბატონ სალომეს მინდა ვთხოვო რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხოს, ვინაიდან კითხვების უმეტესობა, რომელიც დაისვა, ამაზე საინტერესო იქნება პროკურატურა რას ფიქრობს. იგივე კითხვები, რაც დაისვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით, ნდობა, საზოგადოების ინფორმირებულობა და ასევე გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან საინტერესო იქნება თქვენეული ხედვა და ასევე შეიძლება იყოს რაღაც გამოწვევების სირთულეები გამოძიების მიმდინარეობისას, რომელიც ჩვენთვის შეიძლება არ იყოს ნათელი და ცხადი და რა თქმა უნდა საინტერესო იქნება ამაზეც თქვენი პოზიცია. მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო სახალხო დამცველს ასეთი შეკრების ორგანიზებისთვის. მეც ბატონი ვარლამის მსგავსად ჩამოწერე პუნქტობრივად თქვენს პრეზენტაციაში ასახული საკითხები და შევეცდები, რომ პუნქტობრივად გიპასუხოთ. პირველ რიგში განვაცხადებთ იმას, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან, რაც გულისხმობს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსულ მომართვებზე და წინადადებებზე შესაბამისი პასუხების მომზადებას და რეაგირებას. 2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან მთავარ პროკურატურაში შემოსული იყო 9 საერთო ჯამში 9 წინადადება, რომელიც ეხებოდა პოლიციის მიერ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს, მე-9 წინადადება, რომელიც ბატონმა უჩამ ახსენა ქობულეთის ფაქტი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გამოგიგზავნეთ პასუხი, მაგრამ ალბათ ჯერ არ არის მოსული, თუმცა დაიდო ჩვენს საიტზეც. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, თუმცა მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. სახალხო დამცველმა ფაქტი მომხდარი არის 2015 წლის 29 ოქტომბერს
სახალხოდამცველმა მოგმართა 2015 წლის 2 დეკემბერს. გასული არის 33 დღე და გამოძიება დავიწყეთ გუშინ და 33 დღე ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრია მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით და სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პროკურატურის წინაშე დგას ის, რომ დაგვიანებით ხდება მომართვა, შესაბამისად შემდეგ ძნელდება ექსპერტიზის დასკვნით ხანდაზმულობის დადგენა დაზიანების, მოწმეებისგან ჩვენების მოპოვება და კიდევ მთელი რიგი მტკიცებულებების მოპოვების პროცესში ეს დღეთა რაოდენობა ძალიან გვიშლის ხელს. რაც შეეხება დანარჩენ წინადადებებს, 8 წინადადება, რომელიც თქვენ ახსენეთ, ყველა ფაქტზე დავიწყეთ გამოძიება 333 მუხლით. გეთანხმებით იმაში, რომ სისხლისამართლებრივი დევნა ნამდვილად არ არის დაწყებული არც ერთ ფაქტზე, თუმცა ვერ დაგეთანხმებით იმ საკითხში, რომ გამოძიება არის ფორმალური ნამდვილად არ არის. ყველა ფაქტზე, რომელზეც დავიწყეთ გამოძიება, ჩატარებული არის და ტარდება ყველა შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და დევნის დაწყების საფუძველი ამ ეტაპზე არ გვაქვს, სწორედ ამიტომ არ არის დევნა დაწყებული, თუმცა გარდა სახალხოდამცველის მომართვებისა პროკურატურა თავად იწყებს გამოძიებას და აქ ახსენეს ასევე სტატისტიკა განაჩენების პოლიციელების მიმართ დამდგარი და დევნის და მოგახსენებთ ამ სტატისტიკას 2015 წელს სისხლისამართლებრივი დევნა პოლიციის თანამშრომლების მიერ არასთანადო მოპყრობის ფაქტებზე დავიწყეთ 5 პოლიციის თანამშრომლის მიმართ, მათ შორის ერთი გახდათ ეს გახმაურებული შემთხვევა, რომელიც ბატონმა ვარლამაც ახსენა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უფროსი მივეცით სისხლისამართლის პასუხისგებაში 333 მუხლით და ყვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა მას პატიმრობა და ველოდებით ეხლა სასამართლოს გადაწყვეტილებას წინა სასამართლოს ხდომა ჩანიშნული არის 29 დეკემბერს. რაც შეეხება სხვა პოლიციელებს წამების მუხლით 154 პრიმა მუხლით, რომელზეც სულ გვაკრიტიკებენ, გვაქვს ამის სტატისტიკაც. 3 პოლიციის თანამშრომელი მივეცეთ სისხლისამართლის პასუხისგებაში და ეხლა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა და თქვენ ყველას გაქვთ საშუალება, რომ დაესწროთ ამ პროცესებს. ერთი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი 2015 წელს, თქვენი კითხეთ მგონი, თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით მიესაჯა ამ პოლიციის თანამშრომელს. რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას 2014 წელს სისხლისამართლებრივი დევნა დავიწყეთ 27 პოლიციელის მიმართ, განაჩენი დადგა 12 პოლიციელის მიმართ, დანარჩენი პოლიციელების მიმართ მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. 2013 წელს დევნა დავიწყეთ 29 პოლიციის თანამშრომლის მიმართ და მინდა გითხრათ, რომ ეს პოლიციის თანამშრომლები არ გახლავთ უბრალოდ რიგითი თანამშრომლები. დევნა დავიწყეთ ჩვენ პოლიციის განყოფილების უფროსების მიმართ, უფროსის მოადგილეების მიმართ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ, აგრეთვე დევნა დავიწყეთ ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტრის მიმართაც და მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გვაქვს დევნა დაწყებული ისევე როგორც რიგითი პოლიციელების მიმართ. ეხლა რაც შეეხებოდა კვალიფიკაციის პრობლემას, ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და ეს საკითხიც ბევრჯერ განვიხილეთ. როდესაც აყენებს სახალხოდამცველი, რომ გამოძიება იწყება 333 მუხლით. თქვენ ახსენეთ ხუან მენდესის ანგარიში და მე კიდევ შეგახსენებთ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სიპიკის ანგარიშსაც, სადაც სასახად ჩაიწერა ორივე ანგარიში, რომ წამება არ არის სისტემური დამახასიათებელი დღევანდელი ქართული რეალობისთვის და ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა წამების ფაქტების გამოძიებაზე, არამედ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე. შესაბამისად 333 მუხლით გამოძიების დაწყება არ გულისხმობს იმას, რომ თუ სახეზე გვაქვს არასათანადო მოპყრობის შემადგენლობა 154 ტერცია სისხლისამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლით არ შეიძლება რომ გამოძიების პროცესში გადაკვალიფიცირდეს და დევნა დაიწყოს აღნიშნული მუხლით თუ გამოიკვეთა გამოძიების პროცესში და ასეთი მაგალითები ჩვენ გვქონდა, მათ შორის თქვენ წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიებები, როდესაც გადავაკვალიფიცირეთ 154 ტერცია მუხლზე არასათანადო მოპყრობაზე. რაც შეეხება მართალია ბატონმა ვარლამა და ქაბატონმა ეკამ უკვე ისაუბრეს, მაგრამ მაინც გავაკეთებ მცირე კომენტარს დისციპლინურ წარმოებაზე და პროკურატურის მიერ დაწყებულ საქმეებზე. აბსოლუტურად სწორად გამარტა ბატონმა ვარლამმა დისციპლინური წარმოება, როდესაც ხდება მოკლე, ეგრეთ წოდებული მოკლე არ
არანაირ კავშირში არ არის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებასთან. ყველა შემთხვევა, რომელიც ვახსენეთ 8 ფაქტი, დაიწყო უშუალოდ პროკურატურის საგამოძიებო ორგანოში. შესაბამისად, ყველა აუცილებელი პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება და შემდგომში უკვე გამოძიების პროცესში ჩატარებული ყველა მოქმედება შეასრულა არა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის წარმომადგენლებმა, არამედ ეს მოქმედებები ჩაატარეს პროკურატურის გამომძიებლებმა და ცალკეულ შემთხვევაში პროკურორებმა. რაც შეეხება დაკავებასთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული მოსაზრებები. ვიდეო კამერებთან დაკავშირებით ჩვენ წამების საბჭოს ხდომაზე ვისაუბრეთ, რომ მტკიცებულებათა მოპოვების ნაწილში ძალიან გაგვიადვილებს ჩვენს ვიდეო კამერების ჩანაწერები. აი სწორედ ბოლო შემთხვევა, როდესაც თქვენ ახსენეთ, ამ შემთხვევაში გარე პერიმეტრი ამოვიღეთ ვიდეო კამერების და სამწუხაროდ შიდა პერიმეტრი იყო ტექნიკურად გაუმართლობის გამო ვერ ამოვიღეთ და ეს რა თქმა უნდა გამოძიების პროცესში ჩვენს გვიშლის ხელს და ნამდვილად მივესალმებით ამას, თუ ტექნიკურად ისე აღიჭურვება პოლიციის შენობების შიდა და გარე პერიმეტრი, რომ შესაძლებელი იქნება ავთენტური ვიდეო მასალის მოპოვება და რაც შეეხება დაკავებას და დაკავების დროს უფლებების გარანტიას, თქვენ ერთი შემთხვევა მოიყვანეთ, როდესაც დაკავების ვადა ნამდვილად იყო გადაჭარბებული, სუბუქად რომ თქვათ, თუმცა ყველა ასეთ შემთხვევაში მოხდა შესაბამისი რეაგირება და სასამართლომ დაკავებიდან გაანთავისუფლა ეს პირები, ასე რომ სასამართლო კონტროლი ამ მხრივ არის ძალიან მკაცრი და იმ შემთხვევაში თუ გამოძიების ორგანო არ ღვევს დაკავების ვადას, სასამართლო ყველა შემთხვევაში აღკვეცი ღონისძიების შეფარდების ხდომაზე ამ საკითხს ძალიან მკაცრად განიხილავს და ახდენს შესაბამის რეაგირებას. კიდევ ერთ დავამატებდი, რადგან ბატონმა ვალამ ახსენა ტრენინგები, კვალიფიკაციის ამაღლება პროკურატურისთვისაც არის მთავარი პრიორიტეტი და ჩვენს მუდმივ რეჟიმში ვახდენთ პროკურორების გადამზადებას, ვიწევთ ევროსაბჭოს და ევროკავშირის მხარდაჭერით და დაფინანსებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც ტრენინგებს უტარებენ პროკურორებს. 2015 წელს ასეთი რამდენიმე ტრენინგი ჩატარდა, ასევე აქტიურად თანამშრომლობთ სახალხო დამცველთანაც და მოსამართლეებთან ერთად ვაკეთებთ ხოლმე საერთო შეხვედრებს, რაც ძალიან პროდუქტიულია უკაცრავად. და 2015 წლის ბოლოსაც დაგეგმილი გვაქვს ტრენინგი, სადაც ვიმსჯელებთ კვალიფიკაციის საკითხებზე. დიდი მადლობა. მადლობა ყოვლის მომცველი თქვათ მოხსენებისთვის. მე მაინც ჩაგეკითხებით რამდენიმე საკითხზე. თქვენ ახსენეთ, რომ დევნა დაიწყო რამდენიმე პირის მიმართ, მე უბრალოდ მაინტერესებს ეს ფაქტები 2012 წლამდე მოხდა თუ 2012 წლის შემდეგ. ასევე თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე ფაქტის გადაკვალიფიცირება მოხდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებიდან 154 ტერციას და საინტერესო იქნება რამდენია ესეთი მუხლი. მართალი ხართ წამებასთან დაკავშირებით, მე მგონი ერთიანი მოსაზრება არსებობს, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა აღარ არსებობს საბედნიეროდ, თუმცა თუ იგივე არასათანადო შემთხვევებს არ დაერქმევა თავის სახელი, რა თქმა უნდა ეს დაუსჯელობის სინდრომს ამ მხრივ წაახალისებს. და სტატისტიკასთან დაკავშირებით თქვენთანაც იგივე თხოვნა მექნება, კარგი იქნება ალბათ პროაქტიულად თუ მოხდება ამ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის. პირველ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, 2015 წელს მე ვახსენე, რომ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პოლიციის თანამშრომლის მიმართ და 5-ვე იყო ახალი ფაქტი, გულისხმობ 2015 წელს ჩადენილი ფაქტი და შესაბამისად მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება. რაც შეეხება 2014 და 2013 წლებში სისხლისამართლებრივ დევნას, ეს ფაქტები ეხებოდა როგორც 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს, ისე 2012 წლის შემდეგ გამოვლენილ ფაქტებს. თქვენი მეორე შეკითხვა შეეხებოდა რამდენ საქმეზე მოხდა გადაკვალიფიცირება. აი სახალხო დამცველის მომართვებიდან წინა წელს 3 საქმეზე გადავაკვალიფიცირეთ 333-დან 100.
სტატისტიკის გამოქვეყნებას რაც შეეხება სახალხო დამცველი ჩვენ ყოველწლიურად მოგვმართავს და წელიწადში რამდენჯერმე 6 თვის და შემდეგ უკვე მთელი წლის ანგარიშს ვაძლევთ პროკურატურაში სახელმწიფოებრივი დევნის დაწყების მონაცემებს ბრალდებულების სახელი და გვარით, მუხლით და საქმეზე არსებული იმ ჟამიდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. Salome სტატისტიკასთან დაკავშირებით უბრალოდ დავაკონკრეტებ აქ გულისხმობდი არა სახალხო დამცველის მიწოდებას, არამედ თქვენს ვებგვერდზე ამ ინფორმაციის განთავსებას, რომ მოთხოვნის გარეშე იყოს ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია. თქვენ ასევე შეეხეთ მტკიცებულების საკითხს, მე ვფიქრობ ეს ერთ-ერთი გამოწვევარი და ალბათ დისკუსიის დროს გვექნება შესაძლებლობა ამაზეც ვისაუბროთ. ქალბატონ ათიას სურს, მე მგონი ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით რაღაცის დაზუსტება. ძალიან მოკლედ ვიტყვი, ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით და ზოგადად ხშირად ისმის ხოლმე, ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ისმის ხოლმე პრეტენზიები პროკურატურის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატისთან მიმართებით, რომ თითქოს ჩვენ ინფორმაციას დაგვიანებით ვაგზავნით პროკურატურაში და პროკურატურისთვის უკვე ეს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება არის გვიანი, რაზეც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ალბათ, რომ სახალხო დამცველის ხშირ შემთხვევაში ვთქვათ იმ წუთას არ ხდება ესეთი შემთხვევები ცნობილი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ როგორც კი ესეთი ფაქტი დაფიქსირდება ჩვენი თანამშრომლების მხრიდან მაქსიმალურად დროულად ჩვენი მხრიდან მოხდეს მიწოდება პროკურატურისთვის ამა თუ იმ ინფორმაციის, იმიტომ რომ გარკვეული დრო დოკუმენტების დამუშავებას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება და კარგად მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველი წინადადებით პროკურატურას გამოძიების დაწყების თაობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ გვაქვს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე მხოლოდ ამა თუ იმ პირის განცხადება, რომ ის გახდა სავარაუდოდ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დამატებით აქ ოქმები, შედგენილი დაზიანების თაობაზე ან სამედიცინო დოკუმენტაცია და ასე შემდეგ. უშუალოდ ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით ალბათ ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ პროკურატურაში მოგეხსენებათ, რომ იზოლატორში, როდესაც პირი იზოლატორში არის მოთავსებული, იზოლატორში და ის აფიქსირებს დაზიანების არსებობას, იგზავნება შეტყობინება პროკურატურაში, თუ კი ეს პირი დაობს იმაზე, რომ ის გახდა მსხვერპლი პოლიციაში არასათანადო მოპყრობის, ეს ინფორმაცია თქვენთვის, ანუ პროკურატურისთვის გაცილებით უფრო ადრე არის ცნობილი, ვიდრე ნებისმიერი სხვისთვის და მათ შორის სახალხო დამცველისთვისაც. ამიტომ ესეთ შეტყობინებებზე, იზოლატორიდან გაგზავნილ შეტყობინებებზე პროკურატურის მხრიდან რეაგირების დაწყება არის ძალიან მნიშვნელოვანი და იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მას შემდეგ მოხდა პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყება ცალკეულ ფაქტებზე, როდესაც ჩვენთვის გახდა, ანუ სახალხო დამცველისთვის გახდა ესა თუ ის ფაქტი ცნობილი და ჩვენგან მოხდა ინფორმაციის მოწოდება, მაშინ როცა ვიმეორებ, თუ კი პირი პრეტენზიას აცხადებს დაზიანებებთან დაკავშირებით, რომ ის თქვა ცემეს პოლიციაში ან ასე შემდეგ, ეს შეტყობინება ავტომატურად და ძალიან კარგია, რომ ეს სისტემა არსებობს, იზოლატორიდან გადაგზავნა ინფორმაციის პროკურატურაში, რომ პროკურატურამ უკვე რეაგირება მოახდინოს. აი ეს ფაქტი არის აქ მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ, როგორც უკვე აღნიშნა სახალხო დამცველი, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყოველთვის ვცდილობთ, რომ პროკურატურაში ინფორმაცია გაიგზავნოს, მაგრამ აი ეს მექანიზმი იზოლატორიდან პროკურატურისთვის ინფორმაციის გაგზავნა არის ძალიან ეფექტური და ამ მექანიზმის გამოყენება ძალიან ეფექტურად უნდა მოხდეს. საბედნიეროდ ეს მექანიზმი ჯერჯერობით იქ გვაქვს და რეაგირება პროკურატურის მხრიდან უნდა იყოს დაუყოვნებელი ესეთი შეტყობინების შესვლის შემთხვევაში. ჩვენ უფრო მეტსაც ვამბობდით ხოლმე, თუ კი არჩივის პირი, მაშინაც კი იგზავნებოდეს თუ ესეთი შეტყობინება და იგზავნება როგორც ვიცი ესეთი შეტყობინება, ანუ თუ კი არჩივის, ანუ თუ შესაძლებელია იყოს ისეთი შემთხვევა, რომ პირს ჰქონდეს სერიოზული დაზიანებები, ის იყოს იზოლატორში მოთავსებული, მაგრამ არ ამბობდეს, რომ ცემა ვიღაცამ, ან არ ჰქონდეს პრეტენზია, ანუ ესეთი ფორმით ფიქსირდება, მოგეხსენებათ, რომ აქვს თუ არა პრეტენზია პოლიციელების მიმართ, ხო? რომც არ ფიქსირდება, ეხლა მართალია არასწორად ვამბობდი, მაინც იგზავნება ესეთი შეტყობინება. ვფიქრობთ, რომ პროკურატურას თუ კი ეჭვი გაუჩნდა, რომ იქ შეიძლება რაღაცა, მაგალითად შეიძლება წინააღმდეგობას უწევდა პირი პოლიციას დაკავების დროს, მაგრამ გადამეტებული ძალა გამოიყენა თუ არა პოლიციამ, ასეთ წინააღმდეგობის დროს ესეც შესაძლებელია ხოლმე. ჩვენ აი ესეთ შემთხვევებზე ძალიან ნაკლები რეაგირებები გვაქვს და ეს არის პრობლემა. ანუ გადამეტებული ხო არ იყო პოლიციელის მიერ აი შეზღუდვითი ზომების გამოყენება. ეს არის მნიშვნელოვანი. ბოდიშით რომ გამიგრძელდა, მადლობა. პრინციპში ჩვენ აქ თუ შეიძლება მოგვიანებით ისევ ეს თემა. მაშინ
მოგვიანებით თუ პრობლემა არ იქნება. ზუსტად 5 წუთს ბატონ გაგაცნობთ. ზვიადის ხედვა ალბათ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩვენ იურისტები ძალიან სპეციფიკურად და რაღაცა ჩვენ პროფესიულ ჭრილში ვუყურებთ და საზოგადოება რას ფიქრობს, რამდენად არის ინფორმირებული, ალბათ. აქ საზოგადოების წარმომადგენლები არიან დარბაზში საკმაოდ ზღვაობად და მე დარწმუნებული ვარ, სწორედაც მათი მოსახლეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო, იმიტომ რომ თუ ჩვენ აი ამ პრობლემას, რასაც ახალ დღეს ვარჩევთ, კაზუისტურად გავარჩევთ, რა თქმა უნდა, იქ პრობლემას ვერ დავინახავ და ვიტყვით, რომ ნუ არის რაღაცა მცირეოდენი ხარვეზები, რომლის აღმოფხვაც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია და ალბათ ნელ-ნელა აღმოვხვრით კიდეც. იმიტომ რომ თუ ამოსავალი წერტილი არის ის, რომ პოლიციას აქვს ცოდნა და მას აქვს უნარჩვევები, რომ დაიცვას კანონი და იმოქმედოს ისე, როგორც მას აძლევს მის ხელთ არსებული წესდებები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და მეორე მხრივ საზოგადოებას აქვს ნება, რომ საზოგადოებას აქვს სურვილი, რომ ენდოს პოლიციას და პოლიცია დაინახოს პარტნიორად და არა მოწინააღმდეგედ. თუ ეს ორივე საკითხი არის თავის ადგილას, მაშინ დღეს ამ დისკუსიას არ აქვს ასე, ხო? აქ ზუსტად ჩვენ იმიტომ საუბრობ და იმიტომ ვსვამთ ამ კითხვებს, რომ გასარკვევი გვაქვს სწორედ ნების საკითხი. რატომ ხდება ისე, რომ პოლიციას უჩდება სურვილი, რომ გადაამეტოს უფლებამოსილებას, მოიქცეს სასტიკად დაკავებულს, ბრალდებულს და რა მოძრაობს მას ამ დროს, თუ დანაშაულის აღკვეთა არის მისი მიზანი, მას უკვე პრაქტიკულად აღკვეთილი აქვს დანაშაული, ხო? მაგრამ თუ მისი მიზანი არის და ეს არ შეიძლება იყოს ერთი პოლიციელის მიზანი, იმიტომ რომ ამას უფრო მეტი საზოგადოებრივი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ეს არის შექმნას გარემო დაშინების, რომ პოლიციის უნდა გეშინოდეს, რომ პოლიცია უნდა იყოს მონსტრი, რომლითაც აუცილებლად ყველა მოქალაქეს უნდა ეშინოდეს. აი ეს, რა თქმა უნდა, არის უფრო მეტი ხიფათის შემცველი, იმიტომ რომ უსმენდი ქალბატონმა ამ ჩამოთვალა, ვის მიმართ დაიწყო სამართლებრივი დევნა პროკურატურამ და მე ველოდი რომ იტყოდა, რომ მაგალითად არის ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსი, რომლის გამჭვირვალე შენობაში მესამე სართულიდან გადმოვარდა მოქალაქე და მოკვდა. მე მესმის, რომ ამ მოქალაქის ოჯახი არჩივის, მე კარგად მესმის, რომ საქმეში დღემდე ჩანს, რომ ეს ადამიანი იყო ყაჩაღობაში თუ ქურდობაში ეჭმიტანილი და საქმე იმიტომ დაიხურა, რომ უკვე ეს კაცი გარდაცვლილია, მაგრამ ფაქტია ის, რომ ეს ადამიანი პოლიციის სამმართველოს შენობაში წამების შედეგად გარდაიცვალა და არავისთვის აქ ვინც ამაგიდას ხანძის ახლა ეჭვს არიწევს, რომ ბატონი ქიმერიძე არის წამების მსხვერპლი. მაგრამ ასეთი ფაქტები არა მხოლოდ წინამთავრობის დროს არამედ აი აღმოჩნდა, რომ დღევანდელი მთავრობის დროსაც არის. კარგია და პრევენციულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაკის ქვეგანყოფილების სამმართველოს უფროსი დააკავეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ეს პროცესი ერთი მხრივ საზოგადოებრივი პრაქტიკის შექმნისთვისაც და მეორე პრევენციისთვისაც, იმიტომ რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. უბრალოდ ერთ გარემოებას მივახცევ ყურადღებას, აქაც უბრალოდ სამსახურებრივად მომიწია ამ მასალების მოძიება. 2015 წლის თებერვალში ჩვენ მივმართეთ სასჯელასრულების შეწყალების კომისია მიმართა სასჯელასრულების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მსჯავრდებულთა მდგომარეობის შესახებ, პროფესორად გვაინტერესებდა შეწყალებული მსჯავრდებულები რა ინტენსივობით იდენდნენ ისევ დანაშაულს და მოხდა თუ არა მათი შებრუნება სასჯელასრულების დაწესებულებაში. სულ 7 ასეთი მსჯავრდებული იყო, რომელმაც გაიმეორა დანაშაული და ამ 7-დან 3 იყო გასამართლებული, 4 იყო გასამართლებული ისევ ნარკოტიკების მოხმარებისთვის და შეძენა შენახვისთვის და 3 იყო გასამართლებული პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოხდით.
ეს იყო კითხვის ნიშანი, რომელიც მე პირადად მაშინ გამიჩნდა და იმის შემდგომ მუდმივად ინტენსიურად ვაკვირდები ამ პროცესს. რა ქნა ასეთი ადამიანმა, რომელიც რომელიც არის დღეს დაკავებული პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და თავისთავად კითხვის ნიშანს თხოვებს, რომ რატომ გაუწია მან წინააღმდეგობა პოლიციას? უბრალოდ მიდიოდა ქუჩაში და პოლიციელი დაინახა და გაბრაზდა? ან ჩადიოდა ის რაიმე დანაშაულს ისეც, რომლის მიმართაც დაიწყო რაღაც კონკრეტული დევნა, კონკრეტული პროცედურა პოლიციამ და ამ დროს გახდა აუცილებელი, რომ რაღაც ეწარმოებინათ ამ კონკრეტული დანაშაულში ეჭვმიტანილის მიმართ და ამ დროს მას გამოეყენებინა თავისი მექანიზმები წინააღმდეგობის გაწევის და პოლიციელი დაეშავებინა, ამ პოლიციელისთვის ხელი შეეშალა. აღმოჩნდა რომ არა. და ამის შემდგომ უკვე უფრო მეტი ინტერესით ვეცნობი ყოველთვის იმ საქმებს, რა თქმა უნდა ეს არ არის სრული სურათი, იმიტომ რომ ყველა მსჯავრდებული იცით ისედაც რომ არ წეს შეწყალებაზე, ზოგს კიდე რაღაც გარკვეული პროცედურები ჭირდება, იმიტომ რომ ვადებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ რაც შემოდის ძირითადად განაჩენები რაც არის გამოტანილი მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 353 მუხლით. იქ სხვა მუხლი არ ფიგურირებს. მოდის 2014 წლის აგვისტოს-სექტემბერში ჩადენილ დანაშაულებზე და 2015 წლის მარტ-აპრილში ჩადენილ დანაშაულებზე. ანუ მხოლოდ სეზონურად, აი ამ დროს 2014 წლის საფულისა და შემოდგომის საზღვარზე და 2015 წლის გაზაფხულზე უჩნდებოდათ სურვილი ადამიანებს, რომ პოლიციელებისთვის გაეწიათ წინააღმდეგობა, ისე რომ მათ სხვა დანაშაული ამ დროს არ ჩაედინათ. ეს არის სიმპტომური. და მე არ ვიცი, შეიძლება ეს სტატისტიკა მე არ მიწარმოებია, ეს საჯარო ინფორმაცია მე არ გამომითხოვია, მე არ ვიცი ამ ეგრეთ წოდებული რეიდების დროს გადამეტებული უფლებამოსილებისთვის რამდენი პოლიციელი არის დასჯილი, რამდენი პოლიციელი არის ორგანოებიდან დათხოვნილი, ან ვინმეს მიმართ განხორციელდა თუ არა გაცილებით უფრო მკაცრი პროცედურა, იმიტომ რომ არც ერთი ეს შემთხვევა, მე კიდევ ერთხელ გეუბნები, დაახლოებით 78-მდე кейსი მაინც აქვს პირადად მე წაკითხული, ის რაც შემოდის შეწყალების კომისიაში, არც ერთ შემთხვევაში ის პოლიციელი, რომელთანაც წინააღმდეგობაში მოდის მოქალაქე, არ არის პატრული. და მე ამას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში სწორედაც იმ პოლიციელებთან შედის კონფლიქტში მოქალაქე თუ შედის, ანუ თუ არის წინააღმდეგობის გაწევა, ვინც არ არის პოლიციელის ფორმით, ვინც არ გვევს რაღაც გარკვეულ საწესდებო ნორმებს და იმ ნორმებს, რომლითაც იდენტიფიცირებული უნდა იყოს ადამიანი, რომ მის მიმართ წინააღმდეგობა არ გაწიოს მოქალაქემ. ეს საკმაოდ ვრცელი ჯაჭვური რეაქციაა, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ხვდებიან ასეთი მუხლით და გეტყვით სხვა ნებისმიერი მუხლით არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამ მუხლს ხავს უსვამ, იმიტომ რომ აქ სწორედ პოლიციასთან წინააღმდეგობას და პოლიციისა და მოქალაქეების დაპირისპირებაზე მე საუბარი, რომელიც არ არის ზოგადად ჯანსაღი პროცესი, არ შეიძლება პოლიციელების მიმართ ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება ქონდეს საზოგადოებას, ან მეტიც საზოგადოების სამოქალაქო პირების მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულება ქონდეს პოლიციას, რომ დაინახავს ადამიანს, შენ ხარ პოტენციური დამნაშავე, იმიტომ რომ შენ არ ახარ პოლიციელი. აი ამ პროცესის მიღმა არის ძალიან საინტერესო ერთი ტენდენცია, რომ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე ყოველ შემთხვევაში ყველა ის განაჩენი, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, ხაზს უსვამს იმას, რომ საპროცესო გარიგებით თავდება, საპროცესო გარიგება ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები აღიარებენ ამ დანაშაულს, მათ არ უნდათ უფრო დიდი სასჯელი წავიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, მაგრამ რაც თავარია, თვითონ სისტემის აი ეს მანკიერი ჯაჭვური რეაქცია რჩება მოგებული იმით, რომ ეს ადამიანი უკვე როგორც პრობაციონერი რჩება, პრობაციის თემაზე ხო დღეს არ არის სასაუბრო თემა და ესე ძალიან მნიშვნელოვანი თემა უბრალოდ საზოგადოებაში სასაუბროთ, მაგრამ მე ხაზს უსვამ იმას, რომ ეს პრაქტიკა და ეს ინფორმაციები
ალბათ მე მგონი ცოტა უფრო სერიოზულ განხილვას უნდა იწვევდეს, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც თუნდაც პატარა სტატისტიკა გვაქვს. აქ ორი შემთხვევაც რა იყოს, სამი შემთხვევაც რა იყოს, ეს უკვე განგაშის ნიშანი უნდა იყოს, იმიტომ რომ არ შეიძლება იყოს ასეთი მტრული განწყობა მოქალაქეებსა და პოლიციაში დასაქმებულ ადამიანებს შორის. არ შეიძლება. უბრალოდ ეს იქნება ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ყველაზე სერიოზული დარტყმის საგანი. ეს არის ერთი საკითხი, რაზეც მინდოდა გამემახვილებია ყურადღება და მეორე კიდევ ერთხელ ხავს უსვამ, რომ ამ შემთხვევაში სტატისტიკა შეიძლება იყოს დამაიმედებელი, მაგრამ ვერ არის დამაიმედებელი სწორედაც რაზეც დავიწყე საუბარი ნება. Ratom შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, მაგალითად პოლიციის ქვეგანყოფილების უფროს რომ ცემოს ვინმე. Ratom არის მისი სურვილი აი ამ ფორმით გამოხატული. და რას აკეთებს სხვა პოლიციელი, რომელიც უყურებს იმას, რომ პოლიციელი ცემს ვიღაცას განყოფილებაში. ისიც არის პრაქტიკულად თანამონაწილე. Ai ეს არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ, ვიდრე იმაზე, რომ ბანო მერაბიშვილის საპატიმროში ჩასმა ეს იყოს დღეს პროკურატურის მთავარი მიღწევა. ეს მიმაჩნია, რომ არის ერთ-ერთი თემა, რაზეც შეიძლება პროკურატურა მისაუბროს, მაგრამ არა ის, რომ სხვათა შორის ბანო მერაბიშვილი პოლიციაში მიმდინარე პროცესების გამო არ ზის დღეს საპატიმრო დაწესებულებაში, სხვა რამის გამო ზის იქ. აქ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ზუსტად იმაზე, რომ ის მანკიერი მომენტები, რომელიც იყო პოლიციაში, რა დოზით დარჩა და რო დარჩა ეს ფაქტია და როგორ შეიძლება ეს აღმოიფროს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აი ეს ნდობის ნატამალი არ იქნება საზოგადოებასა და პოლიციას შორის. ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, რომ სტატისტიკას დიდი სიამოვნებით მოვისმენ, ყოველთვის ძალიან მიყვარს სტატისტიკის გაცნობა. მადლობა, ლუკაცევი. დიდი მადლობა ამ საინტერესო აქცენტებისთვის. მართლაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ რატომ შეიძლება ხდებოდეს დაპირისპირება და თუ ამას ხშირი ხასიათი აქვს მით უმეტეს პოლიციასა და მოქალაქეს შორის ორმხრივად, რა შეიძლება იყოს მიზეზები და რა არის ამის უკან ალბათ კომპლექსური საკითხია და ბევრი გამოსავლის, ასე ვთქვათ, მთავარი საწყისი. ამ საინტერესო ნოტაზე ხსნით დისკუსიას და ხო, მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლს ვთხოვ, მანამდე არ მივეცით რეპლიკის შესაძლებლობა, ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ გვიან დავიწყეთ და ძალიან შეზღუდულები ვარ დროში. ძალიან მოკლედ, მინდა გამოვიხმაურო რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში და იქამდე ასევე ბატონ ზვიად ქორიძის მოხსენების შინაარს მე არ ვიცი რა თქმა უნდა ამ საქმის დეტალები, იმიტომ რომ არ არის უშუალოდ ჩემი კომპეტენცია, თუმცა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის წესი დასჯადი და აქ შეიძლება საქმე გქონდეს ამასთან ერთად სხვა რაიმე შემადგენლობაზე, უბრალოდ ეს გამიჩნდა უცებ-ეს ვთქვათ წინააღმდეგობის გაწევა, რასაც ქვია, არის ადმინისტრაციული პატიმრობის გამომწვევი. დიახ. ხო, შეიძლება უფრო რაღაც მეტი შემადგენლობა იყოს. კი, გეთანხმებით, თუმცა აქ რაღაცა სხვა შემადგენლობაზე რა თქმა უნდა საუბარი, იმიტომ რომ პირველწილად და უმეტეს შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობით დასჯა. კარგი, ასევე ძალიან ისეთი საუბარი მიდის, რომ პოლიციასა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობაში მე არ მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში, ან კიდევ უფრო ეს ვთქვათ საშუალო ვითარებაში და ასევე ძნელად წარმომიდგენია ქვეყანა, სადაც პოლიცია და მოსახლეობა ძალიან ყვარობდეს ერთმანეთს, ხო? ეს იგივეა, რომ საჯარო აღსრულების ესე ვთქვათ საჯარო აღსრულების სისტემაში შესახლებულ ადამიანს ძალიან მოსწონდეს თავისი ციხის ადმინისტრაცია, ხო? ეს რაღაცა ლოგიკური ვთქვათ ემოციური მომენტია, რომელიც ჩემთვის ნამდვილად არ არის გასაკვირი და არ მგონია, რომ ძალიან ასე ვთქვათ სიამწყვილობაში იყოს ეს ორი ინსტიტუტი, სამოქალაქო და საპოლიციო სამართალდაცვითი, ესე ვთქვათ. დეტალურად არ შევეხები თქვენს ანგარიშს, უბრალოდ მინდა გამოვეხმაურო ერთ ფაქტს. თქვენ აღნიშნეთ და ასევე ხუან მენდესის ანგარიშზე გააკეთეთ აქცენტი, სადაც საუბარია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე და გარკვეულწილად ამას მიეცით ისეთი
ნიშა რომ ეს არის რაღაც კუთხით შესაძლოა აქ უფრო მაღალი რისკი იყოს ადამიანის უფლებების შელახვის და ეს შეიძლება იყოს რაღაცა შავი ლაქა თუ შავი პერიოდი. ეს ცალსახად არ არის, ეს არის ყველაფერი კანონის ფარგლებში და ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება პოლიციის განყოფილებიდან გადავიტანოთ იზოლატორში. ხო, ეს ფიზიკურადაც შეუძლებელია, ასევე გარკვეულწილად, ანუ ტექნიკურადაც შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ასევე აბსოლუტურად გაუმართავი და არასწორი პროცესია, იმიტომ რომ იზოლატორში ფიზიკურად და სამართლებრივად მათი რეგულაციის და შიდა ინსტრუქციების საფუძველზე და ეს არ არის რაღაცა ქართული ფენომენი. ადამიანს არ შეასახლებენ, თუ მას არ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც გულისხმობს ყველა იმ პირველად საგამოძიებო ჩატარებულ მოქმედებას შესაბამისად დოკუმენტალურად, რა თქმა უნდა, ამას შესრულებულს და გაკეთებულს და რაც შეეხება უფლებრივ მდგომარეობას, ცალსახად უფლებრივ მდგომარეობა ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად და ეს საერთაშორისო სტანდარტია, რა თქმა უნდა, იწყება და მათი ესე ვთქვათ საგარანტიო გარანტიები პროცედურული იწყება აბსოლუტურად ცალსახად მისი შეპყრობის მომენტიდან, რაც არის ის მომენტი, როცა ქუჩაში ან სხვა შემთხვევის ადგილას პოლიციის თანამშრომელი დააკავებს ამა თუ იმ ადამიანს, ხო, ანუ მათი გარანტიები ვრცელდება ამ მომენტიდან და ეს არის რუტინული პროცედურა, როდესაც პოლიციელი მათ აცნობს თავის ესე ვთქვათ, უფლებრივ მდგომარეობას და აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს ეს თავისი უფლებრივი და სამართლებრივი გარანტიები და რაც შეეხება ცალსახად ამ პერიოდს მე შესაძლოა აქ არსებობის იზოლირებული რაღაც შემთხვევები, სადაც არის ასე ვთქვათ, არაგონიურული ვადა, როდესაც 15 საათი აღნიშნეთ თქვენ პოლიციის განყოფილებაში ყოფნის, ეს შესაძლოა იყოს მსგავსი დარღვევები, თუმცა ჩვენ ცალსახად, ანუ ამ პერიოდს ვერ კანონის მიღმა ვერ განვიხილავთ, ეს არის საპროცესო კოდექსი მოიცავს ერთ დიდ თავს საგამოძიებო მოქმედებებისა და იზოლატორში ცალსახად ეს პროცედურები ბუნებრივია ფიზიკურად ვერ გადავა. ასევე მინდა ძალიან უმცირე კომენტარი გავაკეთო, ძალიან მოკლედ. რაც შეეხება სამედიცინო პროცედურებს, ანუ იზოლატორებში, თქვენ ახსენეთ, რომ ქობულეთის ინციდენტში, ანუ არ მოხდა შესაბამის დოკუმენტირება, სასწრაფოს მიერ მოხდა. ქობულეთის იზოლატორში არ გვყავს, ასე ვთქვათ, სამედიცინო პერსონალი. პერსონალი, მუდმივ მოქმედი სამედიცინო პერსონალი არის ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის იზოლატორებში, ამდენად იქ ხდება ხოლმე სასწრაფოს მოწვევა, როდესაც მოხდება პირის შესახლება. ყოველ კონკრეტულ ადამიანზე განურჩევლად ხდება სასწრაფოს გამოძახება და ეს არის ჯანდაცვის სექტორის უკმაყოფილების მიზეზიც, იმიტომ რომ სასწრაფოს მოცდენა ხდება ხოლმე რეგიონებში, თუმცა ძალიან მალე იგეგმება, რომ ყველა იზოლატორში იქნება ცალსახად მუდმივ მოქმედი სამედიცინო პერსონალი. კარგით, აღარ ვისარგებლებ, მაშინ ფორმაც აღარ შევსწრებთ, დიდი მადლობა. კი, ეხავე გთავაზობთ ფორმატს, რომ რამდენიმე კითხვა მოვაგროვოთ, თქვენ და აი ბატონი ბოლოში გაგვინაწყენდა და ერთი წუთი. ძალიან დიდი ბოდიში აქ ორ მიზეზზე იყო საუბარი იმისა, თუ რატომ ძალადობენ დღეს პოლიციელები. ეს ფოტო არის წინამორბედი ხელისუფლების დროინდელი, აი ეს ადამიანი მე დღესაც ხშირად მიხილავს აქციებზე, სახელმწიფო სამწუხაროდ ამ ადამიანის არ ვიცი, მოქმედ თანამშრომელია პოლიციის. Შემიძლია პროკურატურასაც გადავცე და ერთას შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დიდი სიამოვნებით გადავცემლი ტელევიზიას თქო დააფიქსიროს, ესეთები ბევრი არიან, უბრალოდ მე მინდა ხაზი გავუსვა საშუალო რგოლს და შემსრულებლებს. ძალიან ცუდი განცხადებები გაკეთა არაერთ გზის, მაშინაც როცა იყო დათქვამი, რომ უკანონო ბრძანების მხოლოდ გამცემია დამნაშავე და არა მარტო შემსრულებელია. ეს არ არის არც კანონმდებლობით, არც მორალურად და არც სამართლებრივად, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ წახალისება პოლიციელების მხრიდან ძალადობი და სხვათა შორის იმ ფაქტთან დაკავშირებით ეს ვაზაგაშვილის ფაქტს ეხებოდა განცხადება თუ არ ვთქვი პრემიერის იყო წახალისება მკვლელობის, იმიტომ რომ საქმე გქონდა ჩვენ მკვლელობასთან, რომელიც კორტებთან მოხდა და რომ არა იური ვაზაგაშვილის დაღუპვა სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ პირადად, რომ დღეს ის ნაწილიც კი ამ მკვლელობასთან დაკავშირებული პირების, ვინც დღეს ციხეშია, ისინიც არ იქნებოდნენ. მე მინდა ამ ფაქტთან დაკავშირებით ასე ყველას ვერ დავასახელებ, რამოდენიმე უბრალოდ ბევრია სამწუხაროდ ძალადობის ფაქტები დაუსჯელი ძველის და ახალიც. მინდა აქ კიდევ ერთი ადამიანის ფოტო წარმოგიდგინოთ, ეს არის ვინმე სამარღანიშვილის, რომელთან დაკავშირებითაც ბატონი იური ვაზაგაშვილი ხშირად ახსენებდა მის სახელს და გვარს და ის მისი უფლებამოსილების შეჩერება არ მომხდარა ისევე როგორც სხვა ადამიანების უფლებამოსილების შეჩერება, არ მომხდარა განთავისუფლებას ან დაკავებას, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც დალაქიშვილთან დაკავშირებით გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, მკვლელობამდე, საზარალო მკვლელობამდე ორი კვირით ადრე მან მიაღწია, რომ განთავისუფლებული იყო პოლიციის სამმართველოს უფროსის თხემძვალობიდან დალაქიშვილი მის მოადგილე თუ არ ვწდები დღესაც ამ თანამდებობას იკავებს. ასეთი ადამიანები კი, რომლებიც წინამორბედი ხელისუფლების დროს ჩადიოდნენ დანაშაულს, დღეს მრავლად ხვდებიან სამართალმცველ სტრუქტურებში და გასაკვირი ის არის, რომ დღეს ძალადობა უფრო ხშირი და უფრო გავრცელებული არ არის, ვიდრე არის აი ამ მონაცემებით, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ დღეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ იყო მოძალადე და სავარაუდოდ პრეზუმპცია რომ არ დავარღვიოთ, იყო მკვლელი, მათ შორის ვინმე ზვიად ხარაზიშვილი, მისი ფოტო ვერ მოიპოვეს სამწუხაროდ, რომელიც იქნა დასახელებული კობა ოთანაძის მიერ.
როგორც კრიალაშვილის მკვლელი და მისი და ამერიკის ყოლობის თეორიის გამხორციელებელი იმ ჯგუფის უშუალო ხელმძღვანელი, რომელიც ამასთანავე ისროდა და ადგენდა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, დღეს დანიშნულია ორჯერ იქნა დაწინაურებული, დანიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სუსის სპეცრაზმის უფროსად ასეთი ინფორმაცია გავრცელდა მედიით და ეს არავის არ უარყვია. ასე რომ გასაკვირი ნამდვილად არ არის და ძნელად მოსაძიებელი ნამდვილად არ არის მიზეზები, დაურჯელობა წინამორბედი პერიოდიდან გამომდინარე არის თავარი სტიმულატორი ადამიანებისთვის, რომ დღესაც იძალადონ, დღესაც ჩაიდონ დანაშაული, საბედნიეროდ ჯერ მკვლელობი იშვიათობაა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პროკურატურის პასუხისმგებლობა პირველ რიგში უნდა იყოს ამ მიმართულებით და ერთ საკითხს რომ არ გავამახვილო ყურადღება არ შემიძლია, კამერების თემა რომ არ დავასახელო არ შემიძლია, ახალი ხელისუფლების პირობებში ჩადენილი ერთ-ერთი ძალადობის ფაქტი ერთადერთს მოვიყვან, იმიტომ რომ სხვას ვერ მოვასწრებ, ეს არის დაბაიანების საქმე, რომელსაც კიდევ კარგი თან აღმოაჩნდათ საკუთარი კამერა. სამწუხაროდ ყველა ვერ შეგვიძლია რომ საკუთარი კამერებით ვიაროთ, არადა არ გვაწყენდა, იმიტომ რომ დღესდღეობით არც პოლიციის გაყოფილებებია კამერებით აღჭურვილი და არც ის მომხდარა, რაც ჩვენს მოუწოდეთ და სხვებსაც მოუწოდებიათ ხელისუფლებისთვის, რომ არა მარტო აფთიაქები იყოს დავალდებულებული, რომ კამერები იქონიონ, არამედ მაღალი რისკის ობიექტები რომ დავარქვათ, ისეთ როგორც არის ღამის კლუბები, რესტორნები და ასე შემდეგ, სადაც არა მხოლოდ პოლიციელების მხრიდან შეიძლება ქონდეს ძალადობას ადგილი, არამედ ჩვეულებრივ კრიმინალსაც და გამოძიებისთვის კარგი იქნებოდა, აქ სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ მიმართულებით ემუშავა, მე კითხვას დავსვამდი, დანარჩენი პოზიციის გამოხატვა იყო, იგივე თუნდაც პოლიციის განყოფილებების აღჭურვა კამერებით. როდის შეიძლება დაიწყოს ან დასრულდეს, არის თუ არა წლევანდელ ბიუჯეტში ამაში თანხები ჩადებული და რა მასშტაბში შეიძლება იყოს ეს სამუშაოები 10%, 20, 30, 50, 60, 70 და კიდევ ერთი რჩევა წინადადება რეკომენდაცია თუნდაც მოთხოვნა დავარქვათ, იქნებ იფიქროთ ყველამ, ვისაც ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, პარლამენტს და ასე შემდეგ, რომ გარდა პოლიციის განყოფილებისა, სადაც თანხა უნდა დახარჯოს ბიუჯეტმა, იქნეს დავალდებულებული, იქონიონ კამერები და იქონიონ გამართულ მდგომარეობაში კამერები სხვა ობიექტებმა, იგივე რომ კიკიანის მსგავსად არ მოხდეს ხოლმე ისე რომ შემდეგ ან ჩანაწერის არარსებობაზე იყოს ლაბარაკი, როგორც ბაბაიანებთან იყო ან კიკიანთან, ან სხვა ამგვარ ფაქტებზე. მადლობა. დიდი მადლობა. გაწყვეტნებთ არა იმიტომ რომ ეს ფაქტები არ არის დროში ვარ შეზღუდული. შევეცდები მოკლედ გამოვიდე ეს ვთქვათ ესე როგორც აქ ძირითადი ანალიზი და გამონერეს ბატონმა თემურ ქორიძემ რაც ისაუბრა, მინდა იმ თემას დაუბრუნდეთ და მივაობა ესე ვთქვათ. როგორც უკვე ითქვა, სამართლის კოდექს 353 მუხლით ბევრი მოქალაქეები არიან გასამართლებული. ასევე საქმეში როცნობოდიო პატრულის მიმართ წინააღმდეგობა არ ყოფილა არც ერთ საქმეში ფაქტურად. ეს მისასალმებელია თქმა უნდა სამხრივ ვთქვათ, მაგრამ აქვე ვფიქრობ ალბათ პატრული როგორც ვიცით ძირითადად არის აღჭურვილი კამერებით, ხო უკაცრავად შეიძლება თავი წარმოადგინოს, შეიძლება რა გრიგოლ გარიმიძე უფლება დამცველი დიდი ბოდიშის მოხდით და ესე იგი ვინაიდან პატრული არის კამერებით აღჭურვილი, შეიძლება ეს ფაქტორი პატრულის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ალბათ ან ძალიან მინიმუმამდე არის დაყვანილი, ან საერთოდ არის. საერთოდ ახლა ვერ გამოვიწყო, იმიტომ რომ არ ვთვლი ინფორმაციას, მაგრამ რაც შეეხება ახლა კრიმინალურ პოლიციას, სამწუხაროდ ახლა გვიჩვენებს ბოლოს ბოლო წლებში მოხდა ფაქტები და ბოლოს პოლიციის ადვოკატის ცემის ფაქტი, რომ სამწუხაროდ პოლიციელები გაუწონასწორებლები არიან და გარკვეული ინციდენტი შეიძლება თვითონ პროვოცირებენ, შეიძლება მოქალაქე პროვოცირებს. ზუსტადაც პოლიციელმა ადამიანის უფლებების ხარისხი უფრო ხარისხიანად დაიცვას, მე ვფიქრობ, მარტო გაყოფილებები და გაყოფილების ირგვლივ ტრაექტორია კი არ უნდა იყოს აღჭურვილი, არამედ თვითონ როცა გადის ოპერატიული ჯგუფი დაკავებაზე, იქაც უნდა ქონდეს პოლიციას ანუ ტექნიკური აპარატურა, რომ გადაიღოს. უთხრას რომ აი მოქალაქეს როცა აკავებს, ფიქსირდება ვიდეო. მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში თავად პოლიციელიც არ გადაამეტებს უფლებამოსილებას და თავად მოქალაქეც თუ ის ახლა თავხელია და არ ღვევს ახლა თუ არ აინტერესებს კანონი, მაგრამ ვფიქრობ მოქალაქეც უფრო მორჩილი იქნება, როდესაც ის მტკიცებულება შემდეგ მას წინააღმდეგ გამოიყენებს პოლიცია და პროკურატურა. ვფიქრობ უფრო ეფექტურად რომ ვებრძოლოთ მარტო განყოფილებებში და რაღაც და გარე პერიმეტრზე არ უნდა იყოს კამერები. ეს ახლა შინაგან სამსახურს თუნდა რეკომენდაცია თუნდა ხო რა დაასრულოთ. დიახ. ვერც იყით ვფიქრობ ეს ჩემი წინადადება გარკვეულად დაეხმარება
კრიმინალ ბრძოლას, ანუ პოლიციელმა კრიმინალურად არ უნდა გაარჩიოს საქმე და ასევე მოქალაქემ პოლიციელთან კრიმინალურად არ უნდა გაარჩიოს საქმე. და ინციდენტების ფიქრობ მინიმუმ უნდა იქნება აყვანილი მალო ყურადღებით. ძალიან დიდი მადლობა, ვის აქვს სურვილი კითხვის ან კომენტარის, ძალიან გთხოვთ 2 წუთით შემოვიფარგლოთ. ბატონო ხანდიტო. მოგესალმებით, მე გახლავთ მენტონ ბენძი, იუდულ დახმარების სამსახურის დირექტორი. პირველ ყოვლისა დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებისთვის და დიდი მადლობა იმ ძალისხმევისთვის და თანადგომისთვის, რაც გამოიჩინეთ დავერქვათ გიორგი დინაძის მიმართ, რომელიც წარმოადგენს იუდულ დახმარების სამსახურს. მე ნამდვილად ეხ დეტალებზე არ ვისაუბრებ, ბატონო, მეც ვიქნები რა თქმა უნდა მაქსიმალურად თავშეკავებული. ზოგადად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ახლა გამოძიება მიმდინარეობს, მე დავინახე გამოძიების ძალისხმევა იგივე პროკურატურის, აი ამ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით და ძალადობით. სხვა საკითხი ახლა აქ დავა იმის თავობაზე კვალიფიკაცია, რამდენად ბოლომდე სწორია თუ არა, გამოძიება მიმდინარეობს და ნახოთ დავალებოთ ამ შედეგს. მე უბრალოდ არ მომეწონა ერთი რამ, აი როდესაც განიხილებოდა აღკვეთის კომისიების საკითხი, იქ ფაქტიურად ადვოკატები და პოლიციელები შეიკრიბნენ და იყო გარკვეული, ესე იგი ორი ჯგუფის დაპირისპირება, რაც მე ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ჩვენ ვართ პროცესის მონაწილენი და საბოლოო ჯამში მაინც ერთ მიზანს ვიმსახურებით, მეორეა ეს არის ორივე წარმოუდგენლ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუციას. ამიტომ ჯობია რომ ჩვენ ვისაუბროთ გლობალურად, არა კონკრეტულად ამ მაგალითზე და უნდა არსებობდეს რა თქმა უნდა გაცილებით მეტი გარანტიები იმისა, რომ ადამიანმა უსაფრთხოდ იზრუნოს თავი პოლიციის განყოფილებებში პირველ ყოვლისა. ესე იგი ვიდეო გადაღება ახლა იმ პოლიციის განყოფილებაში მაგალითად ვიდეო გადაღება ხდება, შესასვლელს მოიცავს მარტო პერიმეტრს და იქ შეუძლებელია დაუშვათ დააფიქსიროს ვიდეო კამერამ რა ხდება შიგნით შენობაში. შემდეგ ალბათ დასასმელია კი საკითხი მის თაობაზე შესვლისას და გამოსვლისას ხდებოდეს თუ არა უნდა სამედიცინო შემოწმება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ასე შემდეგ. ვინაიდან ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ფაქტი, როდესაც პოლიციის განყოფილების უფროსის მიმართ არის ესეთი, ესე იგი ვარაუდი რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ხო? განყოფილების უფროსს, რომელსაც ფაქტიურად იქ არაფერი ესაქმებოდა, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედება ტარდებოდა და ატარებს ამას კონკრეტული გამომძიებელი და პოლიციის უფროსი იქ საერთოდ უნდა მონაწილეობდეს. შეიქმნა ესეთი ვითარება, რომ ეს თუ უფროსია, ესე იგი და რაღაცა ცუდ ჩადის, ფაქტიურად ვერავინ ვერ ეწინააღმდეგება ამ ადამიანს, ხო? იმიტომ რომ სხვები ესე იგი ქვეშევრდომები არიან. ამიტომ ეს გარანტიები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ ზოგადად პოლიციის თანამშრომლების იქნება მოწოდებული, რომ ვიღაც თუ კი დაუშვათ, არ ვიცი რაღაც მიზეზთან გამოდის წყობიდან და იქცევა ისე, რომ ზოგადად განყოფილებას ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს და ზოგადად ეს სახელმწიფოსთვისაც არ არის კარგი. არსებობდეს ეს გარანტიები ამისა, რომ იმოქმედოს ყველა ერთიანი ძალით და დროულად მოხდეს აღმოფხვრა ამ ფაქტებში. და ეს შემთხვევა იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ აი მე გეტყვით ახლა ამაზე რომ არ მოხდარიყო და უშუალოდ ის რეაგირება რაც არის თუნდაც ამ ეტაპზე, უკვე ადვოკატებში იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ფაქტიურად დაუცველია ყველა, ფაქტიურად შეიძლება დაგაბრალონ ნებისმიერი რამ და ნებისმიერი რამ ესე იგი დაგიტიცონ, მით უმეტეს რომ იქ ფაქტიურად ადვოკატებმა გამოსტაცეთ ხელით პოლიციას ჩვენი თანამშრომელი, ვინაიდან შეიძლება საბეისმირო შედეგი მიიღო, შეიძლება მისი მიმართ ყოფილიყო აღძრული საქმე, იქეთკენ მიდიოდა მიმდინარეობდა ეს პროცესები, რომ პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით შეიძლებოდა მის მიმართ წარმოებულიყო გამოძიება, ასე რომ ეს ძალიან დამაფიქრებელი ფაქტია, ძალიან დამაფიქრებელი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მელიტონ, გისმენთ. მოგესალმებით, დიმიტრი ხაჩიძე, კონსტიტუციის 52 მუხლი. მე შევეცდები ძალიან მოკლედ ავთქვა ჩემი საქმელი, ძალიან შორსავარ იმაზისგან, რომ ან ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ საზოგადოებამ, ან ნებისმიერ ქვეყანაში ვინმე მოახერხოს ისეთი სისტემის შექმნა, სადაც გამოირიცხება პოლიციელის მიმხრიდან ან დაკავებული მოქალაქის მიმართ ძალადობა. ჩვენ წავიდეთ იქითკენ, რომ ეს მაქსიმალურად, ესე ვთქვათ, შემცირდეს, ამას სხვადასხვა მოტივები აქვს და მიზეზები და გასაგებია. უბრალოდ მე მინდა ბატონ ვარლამს გამოეხმაო წევანდელ, ვთქვათ, კომენტარზე, როდესაც თქვა, რომ თუ
არის ფიზიკური დაზიანების ან დანაშაულის ნიშნები, მაშინ საქმე შეერთება პროკურატურა. ამავე დროს მინდა გავიხსენო პროკურატურის ესე ვთქვათ გულის ტკივილი, როდესაც ხდება ასეთი შემთხვევებზე რეაგირება, ისინი ვეღარ ახდენენ მტკიცებულების მოპოვებას. კი ბატონო, გასაგებია, ხომ არ აჯობებდა ასე ვთქვათ ისე შემთხვევებში, როდესაც პირველივე შეხედვიდან, პირველივე დაწყებიდან ეს იქნება გენერალურ ინსპექციაში თუ ნებისმიერ სტრუქტურაში ფიზიკურ ძალადობაზე, როცა ასაუბარი არასათვალთვალო პრობაზე, გენერალურმა ინსპექციამ კი არ დაიწყოს ასე ვთქვათ საქმის შესწავლა, არამედ ეგრევე დაიწყოს პროკურატურამ, რომელსაც ბევრად მეტი საშუალება აქვს, ბევრად მეტი მექანიზმები აქვს, საგამოძიებო მოქმედებებით, სასამართლო კონტროლით შეუძლია იმტკიცებულების მოპოვება, რომ დაადასტუროს იყო თუ არ იყო დანაშაული, ვიდრე ესაწარმოოს ინსპექცია, რომელიც თავისთავად დროში გაწელილია, თავისთავად ხდება რაღაცა მტკიცებულებების თუ საერთოდ მოსპობა არა კითხვის ნიშნის შეიძლება დადგეს იგივე ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ამაზე მე მგონი არ არის ესე ვთქვათ დიდი პრობლემა უნდა იყოს ეს წესით თუ არის თუ არა ეს ნიშნები, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ კანონში პირდაპირ გვიწერია, რომ დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში ეს ნიშნების არსებობა რამდენად შეიძლება ფართოცნება იყოს, მაგრამ ინსპექციის მოკვლევამდე, როდესაც ძალადობრივ ქმედებებზე ან არასათანადო პრობაზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი გამოძიებით და არა ასე ვთქვათ ადმინისტრაციული მოკვლევით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი. მეორეც მე არ მინდა ასე ვთქვათ ეს დღეს ამ საუბარმა ცოტა ისეთი თემა მიიღო, თითქოს პოლიცია და პროკურატურა რეაგირებას ახდენს მოკლედ ვიტყვი სახალხო დამცველისა და ასე ვთქვათ ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებებს. ძალიან კარგი კი ბატონო, მაგრამ ეს პროცესი ანუ არასათანადო მოპყრობა არ უნდა გადაიზარდოს ურთიერთ ქმედებებში, რომ თქვენ ამდენის გადმოაგზავნეთ, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ და ასე შემდეგ. ანუ თავისი ინიციატივითაც უნდა ხდებოდეს ამაზე ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი ფაქტების გამოვლენა და ერთსაც ვიტყვი ძალიან მოკლედ, რაც ძალიან ხშირად რჩება ხოლმე ასე ვთქვათ ყურადღებისა და სამართლის გარეშე. ანუ ისეთი შემთხვევები, როდესაც დაკავება ხდება სავარაუდოა ჭვიტანილის დანაშაულში თუ ამ შემდეგ, ეს გასაგებია და მარტივია, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როდესაც პოლიცია ღამის ასე ვთქვათ მორიგეობა და ვარქვათ რაღაცა აკავებს მოქალაქეებს ასეთი სულიად ასე ვთქვათ ეჭვის საფუძველზე, შეიძლება ვიღაცაში შეეშალათ, შეიძლება ასე ვთქვათ მის მიმართ არანაირი ასე ვთქვათ ქმედება არ განხორციელებულა და ამ მოქალაქეების მიმართ არის ხოლმე ძალიან ხშირად ძალადობრივი მოპყრობა, შემდგომ ეს მათ მიმართ არ ხდება არანაირი ასე ვთქვათ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, დაკავება რეალურად რა თქმა უნდა ხდება, მაგრამ შესაბამისი პროცედურების განფორმება და ის მოქალაქეები, რომლებმაც ეს გაიცადეს, უკვე პოლიციის შენობიდან გამოდიან, ოღონდ თავი დამანებონ და არაფერი არ მინდა, არაფერს არ უჩივლებ, მე გადამეკიდებენ. ეს პრინციპში სამართლის გარეთ არის დარჩენილი ძალიან ბევრი შემთხვევები და საინტერესოა ამ მხრივ თუ არის სტატისტიკა, რამდენად არის ასეთ შემთხვევები დაუშვათ ინსპექციაში თუნდაც მომართვიანობის. მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ცოტა დაგვიანებით შემოგიერთდით თუ იყო ამ კითხვებზე საუბარი. არ გასცეთ პასუხი, რამდენიმე კითხვა მექნებოდა პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ გვქონდა საშუალება რეგიონებში ვიზიტის დროს გავსაუბრებოდით როგორც ადგილობრივ ადვოკატებს, ასევე ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ყველა თანმხედრად უთითებს ერთგვაროვან ფაქტებზე სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის პოლიციის ხელმძღვანელების ჩართულობაზე სხვადასხვა ძალადობრივ აქტში, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდროების ძალიან ცუდ გამოყენებაზე და ნარკოტესტირების ფაქტების გამოყენებაზე, ასევე არაჯანსაღად და არამიზნობრივად. ხომ არ ფიქრობთ ერთი პირველი შეკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ხომ არ ფიქრობთ რომ საგამოძიებო დანაშაულის სტატისტიკა პირდაპირ ვთქვათ და პირადი სტატისტიკები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც აიძულებს ასე ვთქვათ, ანუ мотиваციას უჩენს პოლიციას, რომ იყოს ამდენად მოტივირებული, რომ მათ შორის მოწმის თუ სხვა პირების მიმართ, რომლებიც შეიძლება შემსწრეები იყვნენ სხვადასხვა დანაშაულებრივი აქტების გამოიყენოს ძალა იმიტომ, რომ მათ აქვთ გარკვეული ინსტრუქცია მიცემული, რომ კვარტლის ბოლოს თუ თვის ბოლოს არ უნდა იყოს გაუხსნელი დანაშაულები
და მეორე ფიქრობს თუ არა სამინისტრო ძალის გადამეტების პრევენციის სტრატეგიის შემუშავებაზე, მე ვფიქრობ, რომ ასეთი დოკუმენტის არსებობა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ამაზე დაიწყება რაღაც ფორუმი, შეიქმნება პლატფორმა, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ჩავერთოთ შინაარსობრივ მუშაობაში და პროკურატურასთან მექნებოდა კითხვა. ჩვენ ცოტა ხნის წინ გამოვითხოვეთ ინფორმაცია პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე, გამოძიებაზე და რეაგირებაზე და მივიღეთ პასუხი, რომ პროკურატურა არ აწარმოებს აღრიცხვას დანაშაულის ჩამდენი საჯარო მოხელეების თანამდებობების მიხედვით. ანუ პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პროკურატურის სისტემაში არ არსებობს სტატისტიკა. ეს თუ შეგიძლიათ რომ დაადასტუროთ ეს პასუხი, რომელიც ოფიციალურად მივიღეთ, ერთი მოკლე ინფორმაცია თითოს შეკითხვას გამოვეხმაურები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელთაც დაადასტურა, რომ გენინსპექცია ამჟამადაც რამდენიმე საქმეზე, თუ არ ვთქვი 6-მდე საქმე არის, აწარმოებს თვითონ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე და ასევე სამინისტრომ დაადასტურა თავის პასუხით ის, რომ სხვა საქმეებში, არა იმ საქმეებში, რომელიც თვითონ აწარმოებს გამოძიებას, რომ საქმეებში, რომელზეც დაიწყო გამოძიება პროკურატურამ, სამინისტროს გადაეცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით პროკურატურიდან დაუბრუნდა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეები გამოსაძიებლად. ორივე ეს ინფორმაცია არის ოფიციალურად მოწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ამიტომ მხოლოდ ის ვინ იწყებს გამოძიებას არ არის განსაზღვრელი, იმიტომ რომ არსებობს ფაქტები, როცა პროკურატურა შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებისთვის უკან უბრუნებს ისევ გენინსპექციას საქმეს. დიდი მადლობა. ფაქტავაზობთ, რომ ჩვენმა მოხმარებმა კითხვებს პასუხი გასცენ. მოკლედ რაც შეიძლება. მე რა თქმა უნდა, აი ბატონი დიტოს, ბატონი ლაშას, ბატონი მელიტონის კითხვები და რეკომენდაციის სახით გამოხატული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ვიდეო კამერების არსებობა და ეს ნამდვილად არის წინ გადადგმული ნაბიჯი მტკიცებულების მოპოვებისა, რა თქმა უნდა, მათ ვეთანხმები, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აღნუსხული გვაქვს და დათვლილი ყველა განყოფილებაში საქართველოს მასშტაბით უკვე რამდენი ასეთი კამერა დაგვჭირდება, შეფასებული გვაქვს ეს და კონკრეტულად გვაქვს ამაზე მსჯელობა. მე ვერ გეტყვით ამ წუთას დევს თუ არა ეს ბიუჯეტში, მაგრამ ამაზე ჩვენ ვიმუშავეთ უკვე და ანუ ეს კი, და საკმაოდ დიდი ხარჯია, მაგრამ ამაზე ჩვენ ნამდვილად სერიოზულად ვიფიქრეთ. მე არ მახსოვს ახლა ვერ გეტყვით ზუსტად რომ არ გამომივიდეს მხოლოდ ისეთი მსჯელობის მხოლოდ ფორმატი, მაგრამ საკმაოდ სოლიდური თანხა. თუმცა ეს არის გასაკეთებელი საკითხი, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო და ჩვენთვის არის პრიორიტეტული. პირდაპირ შემიძლია ამ კუთხით გითხრათ. რაღაც იყვეთი. დიახ, რაც შეეხება საქმის წარმოებას, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. ქალბატონმა ბრძანა, რომ ამაზე მიაწოდეს ინფორმაცია. მე არ ვიცი თქვენ რომელი ინფორმაციას ეყნობით ამ შემთხვევაში, მაგრამ მე ასევე დაგიდასტურებთ, არა თუ 6 საქმეზე, არამედ უფრო მეტ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ გამოძიება ეხება კონკრეტულ მუხლებს, რომელიც როგორიც არის 338, 180, 182, 167. რამოდენიმე მუხლი არის სულ, ეს არ იყო სრული ჩამონათვალი, რომელიც ახლა მე მოგახსენეთ. რა თქმა უნდა, პროკურატურამ დაუქვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს აღნიშნული საქმეები. ის საქმეები, რომლებიც წარმოებაში აქვს საგამოძიებო სამმართველოს, 6 შემთხვევაში დაპატიმრებულია პოლიციელი და ჯერ არ არის დასრულებული აღნიშნული თემა, ხოლო 8 შემთხვევაში გირაო შეუფარდა სასამართლო. ანუ აქ მხოლოდ 6 საქმეზე არა გვაქვს გაცილებით მეტია რაოდენობა, რომელსაც აწარმოებს საგამოძიებო სამმართველო. მე წეღან აღვნიშნე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ცემაწამების ფაქტებთან დაკავშირებულ თემებს არ განიხილავს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველო. სხვა შემთხვევაში თუ პროკურატურა კვლავ დაუქვემდებარებს, იმას განიხილავს ასეთ თემებს. ესეთი კითხვა ხო არ არის, რომელიც აუცილებლად უნდა დაისვას აქ? კითხვა.
მცირე კომენტარს შეიძლება სოფლის უკვე ნაცნობიან ფართო საზოგადოებამ არ იცის ანუ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით იძულების წესით მოქალაქეების იძულების როგორ მათი არანებაყოფლობით არამედ პოლიციის ვალდებულების კუთხით მათი გადაყვანა პოლიციის განყოფილების შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება ანუ ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიზიარა ეს მოქალაქეთა პოზიცია იმ კუთხით რომ ეს მიჩნეულ იქნა არა მარტო სამოქალაქო სექტორის მიერ საკმაოდ მანკიერ პრაქტიკად და არათანაზომიერ, არაპროპორციულ ზომად და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაზღვრა კონკრეტული შემთხვევა, რა დროსაც პოლიციელს აქვს უფლებამოსილება, რომ ასევე პირი დაუქვემდებაროს ნარკოშემოწმებას და ეს შემთხვევა არის, როდესაც მას სხვა დანაშაულის, ანუ დანაშაულებრივ ქმედებაში ასევე ეს ნიშანი, როდესაც არის. დიახ. ხო, არა, დანაშაულზე დიახ, ანუ მე გულისხმობ, რომ ადმინისტრაციული წესით მინიმუმ, ანუ სხვა სამართალდარღვევის ნიშნები უნდა იყოს და ამ შემთხვევაში მას აქვს უფლებამოსილება, რომ დაუქვემდებაროს პირი ნარკოტიკის შემოწმებას. ხობა თამონასაობს ძალიან მოკლე კითხვა და შემდეგ უკვე დავასრულებ. კი, ძალიან მოკლე შეკითხვა მექნება გენერალური ინსპექციის წარმომადგენელთან. დისკუსია რომ გავაგრძელოთ, მაინტერესებს ოჯახში ძალადობის ფაქტზე გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველო განიხილავს ამ საკითხს თუ გადასცემს პროკურატურას? არა, ბოლო კითხვა. რა თქმა უნდა, მსგავს თემას არ განიხილავს. ანუ გადასცემენ პროკურატურას, ვინაიდან როდესაც მოძალადი არის პოლიციელი, შეტყობინება ფიქსირდება გენერალური ინსპექციის ხელხაზზე და ამის შემდგომ რა მოქმედებს განახორციელებს გენერალური ინსპექცია. ეს ექვემდებარება თუ არა ამ ტიპის დანაშაული პროკურატურის მიერ გამოძიებას. თქო ნახსენეთ რომ მხოლოდ არსებობს ასევე გენინსპექციაში საგამოძიებო სამმართველო, რომელიც ასევე თქმა უნდა არც ერთი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს არ აქვს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით და არც გქონია აღნიშნული თემა განხილული. რაც შეეხება თქვენს რეპლიკას რითი ვიხელმძღვანელოთ ეს მხოლოდ და მხოლოდ გახალთ ცემაწამების ფაქტები დანარჩენს ჩვეულებრივ რომელსაც დაუქვემდებარებს პროკურატურა ყველაფერს განიხილავს. ამ შემთხვევაში ეს არ შეიძლება ჩავთვალოთ ზეპირ შეთანხმებად. გარდა იმისა, რომ მსჯელობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, სწორედ ეს იყო მიზეზი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საკითხის პოპულარობის დააწევის და ამის შემდეგ 2014 წლის მარტიდან ეს არ ყოფილა კონკრეტული მუხლი შემოღებული, რომლის შემდეგაც, როდესაც ვახსენე კონკრეტული თარიღი და ამის შემდეგ არ აწარმოებს არ ესე არის. მოკლედ შევაჯამოთ და თქვა ნებას მოგცემთ რომ პარასკევს აღამოს სხვა უფრო საინტერესო რაღაცებით დაკავდეთ. მოკლედ ვიტყვი რა საკითხებს შევეხეთ დღევანდელი საჯარო დებატების დროს. ალბათ ყველანი თანხმდებით რომ სისტემური როგორც ესეთი პოლიციასთან მხრიდან არასავარაუდო არასათვალთვალო ფაქტები არ არის, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, რომელიც ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. ყურადღება გამახვილდა გამოძიებაზე და იყო რიგი საკითხები დასმული, იგივე კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მტკიცებულებების მოპოვება. შეიძლება ასთა სხვადასხვაობა იყოს ამ საკითხებთან მიმართებით, თუმცა რახან ეს საკითხები ისმება ალბათ შემდგომ მსჯელობასა და გადაჭრის გზების პოვნას საჭიროებს. ასევე იყო საუბარი გარკვეულ გარანტიებზე, რა უნდა არსებობდეს დაკავებისას იზოლატორში თუ შემდეგ იგივე დაწესებულებაში პრობლემები შემცირდეს, უფრო სწორად პრევენცია მოხდეს მსგავსი ფაქტების ან შემდეგ უფრო ეფექტიანად გამოვლენა. გარკვეულ გამოსავალზეც იყო საუბარი იგივე კამერების დაყენებასთან დაკავშირებით, აქვე დავამატებ, რომ კამერების დაყენებასთან ერთად ჩანაწერის შენახვის ვადა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ კამერის არსებობა დამერწმუნებით რომ არ არის საკმარისი იმისთვის, როდესაც გამოძიება დაიწყება, ჩანაწერი იარსებებს და კარგია რომ ამ მხრივ უკვე დაწყებული არის მუშაობა და იმედია რომ შესაბამისი ფინანსები გამოიძებნება და დაზიანებების თემაზეც განმეორდები, ალბათ კარგი იქნება რომ დასრულდეს დაზიანების ფორმის დასრულება და დამტკიცდეს ის ფორმა, რათა ნაკლები პრეტენზია იყოს დროებით მოთავსების იზოლატორის ასე ვთქვათ მისამართით და პოლიციელებიც თუ გამოიყენებენ სამმართველოში მსგავს ფორმას, რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება, ანუ გარანტიები საჭიროა როგორც იზოლატორში, ასევე მანამდე როგორც აღინიშნა აქამდე და შევეხები ასევე საზოგადოების ინფორმირებულობას და ასე ვთქვათ დამოკიდებულებას.
დღევანდელმა შეხვედრა მაჩვენა, რომ უფრო მეტი ალბათ გასაკეთებელი იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რომ არ დარჩეს კითხვები და ალბათ პრობლემა არ იქნება, რომ ეს ინფორმაცია პროაქტიულად იგივე სტატისტიკა იმ გამოძიების და მიმდინარეობის, რომელიც არსებობს, მივაწოდოთ უფრო პროაქტიულად საზოგადოებას, რომ იგივე რეიდებთან დაკავშირებით იყო დასმული კითხვა, რომ არ ფლობს საზოგადოება, აი რა შედეგები დასრულდა, რამდენი პოლიციელი დაისაჯა თუ არა და ასე შემდეგ. და ბატონმა ზვიადმა დასვა ალბათ ძალიან საინტერესო საკითხი, რომელიც აჯამებს ამ ყველაფერს. კარგი იქნება კომპლექსურად გავაანალიზოთ, რატომ შეიძლება ხდებოდეს დაპირისპირება პოლიციელსა და მოქალაქეს შორის. შეიძლება ძალიან სიმბიოზურად ეს ორი ართან არსებობდეს, მაგრამ გარკვეული ნდობა საჭიროა, რომ მოქალაქეებს გააჩნდეთ პოლიციელების მიმართ და პირიქით. ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა უწყებებს, იმიტომ რომ კარგია, ისინი არიან მზად არიან და ღია არიან, მათი ჩართულობით ჩვენი დებატები კიდევ უფრო საინტერესოა. ყველას ძალიან დიდი მადლობა.